მოგესალმებით ეკოჩემბერის სტუდიიდან, დიდი მადლობა მათ მასპინძლობისთვის. ესეც ჩვენი მესამე ეპიზოდი. და მესამე ეპიზოდში გვყავს ძალიან მაგარი სტუმარი, იოანე, კრეატორი, ძალიან ცნობილი პიროვნება სოცქსელებში, განსაკუთრებით TikTok-ზე, დარწმუნებული ვარ, ყველა მიცით მის შესახებ. ესე იგი, იოანე არის უაღრესად დადებითი პიროვნება და დიდი გამოცდილებით ჯანსაღი ცხოვრების, წონის კლების და ასე შემდეგ ამბებში. და მოკლედ მე მგონი საინტერესო იქნება მასთან დღევანდელი საუბარი. წონასთან ბრძოლის ამბების. წონასთან ბრძოლის გარდა ჯანსაღ ცხოვრებაზეც ვისაუბროთ და ზოგადად შენზეც. პირველ თავიდან რა 1-2 სიტყვა შენზე გითხარი. მოკლედ მე ვარ იოანე, 24 წლის ვარ. ძალიან დიდი გამოწვევა მქონდა მთელი რაც ჩემი ცნობილი ცხოვრების მოდელზე, რაც მახსოვს წონასთან ბრძოლის. სუპატარაობიდან, ნუ ისე? 10 წლიდან მატება დავიწყო, 11 წლიდან უკვე ენდოკრინოლოგებთან და მაგრამ ჩვენ ანუ ას მატების გამო არ მისვლოდით ეხლა. ანუ წნევას ვატარებ მაღალს და მაგიტომ მივედით და მე აღმოჩნდა რომ არც წონა და არც არაფერი არ იყო ასაკის შესაბამისი. ხო, შენ გაქვს ნათქვამი, რომ 11 წლიდან ებრძვი წონას. ანუ შენი პრობლემა წონასთან დაკავშირებით 11-დან დაიწყო და არა მანამდე? ისე ფიზიკურად დიდი ვიყავი, ყოველთვის, მაგრამ იმით ვაბალანსებდი, რომ სიმაღლეც მქონდა. მაგრამ მე უკვე 11 წლის ასაკში უკვე ვიყავი 84 კილო. რაც თურმე ნორმა შარჯდებოდა, მაგრამ ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე არასდროს ჩემს პრობლემა არ ქონიათ, მაგას უბრალოდ ერთ დღეს ბებია ჩემს წნევას იზამავდა. მეთქი მეც მაინტერესებს მე და აღმოაჩინეთ რომ მქონდა 150-100-ზე და მე უცბად გადარეკა და ჩემ ენდოკრინოლოგებთან და მაგის მერე ვარ წრებრუნვაში ენდოკრინოლოგი. ანუ და გავიგეთ რატომ გაქვს ინსულინ რეზისტენტობის გამო. ინსულინ რეზისტენტობა. ბავშვობიდან გაქვს ესე იგი. ძალიან შეგვეშინდა, იმიტომ რომ ჩემს ოჯახში არის მემკვიდრეობითი დიაბეტი, იმიტომ რომ ყველას აქვს და ეგონათ რომ აი მე შეიძლება გასაგებია ხო. თუ გახსოვს ისე, თუ გაიხსენებ აი 4, 5, 6, 7 როგორ ჭამდი მამაკ დროს აი გამორჩეულად ბევრს ან ცოტას ან განსხვავებულად არ ვჭამდი, უბრალოდ დაბადებიდან არ მიყვარს აი ხორცის ჭამა, ხორცი და ხორცის მაგვარი პროდუქტების სოკო და რაღაცები არ მიყვარს ტექსტურის თუ გემოსტურის გამო ბოლომდე არც მე არ ვიცი, მაგრამ არ ვჭამდი და ამიტომ ჩემი ძირითადი ფოკუსი იყო ყოველთვის ან ცომი ან ხშირწყნები და ცხიმის უგამოდის ხო სხვა ძალიან დიდი ალბათობით სავარაუდოდ კონდიტერიათან და და სახში სულ იყო თქვენი ახალი ნუ ხო აი მე როცა მაქსიმუმზე ავედი ჩემი წონის აი ეგეც დედაჩემს უკავშირდება, იმიტომ რომ კოვიდის დროს სხვა გასართობი არ ქონდა. ცხოვრდა. აი მაგამდე მივიდეთ, მაგრამ ეტაპობრივად წავყვეთ, ხო? იოანე და ახლა ბავშვობაში სპორტული ცხოვრება, მოძრაობა, როგორ იყო შენი ცხოვრების ნაწილი? საერთოდ არ ვიყავი ფიზიკურად აქტიური, რამდენიმე სპორტი ვცადე შევედი, მაგრამ სწავლის გამო ყოველთვის უარს ამბობდი, იმიტომ რომ დროის ბალანსი მიჭირდა და ამიტომ სპორტზეც უარი მქონდა ნათქვამი და თან უფრო იმჯდომიარე ცხოვრებას მეძახიან ეგეთი ბავშვი ვიყავი რომ სუჯექი და მაინც და მაინც არის ეს რაღაც ბურს თამაშობ აქტიურად. საფხული იყო ჩემი თამამოვალი წერტილი, ქობულეთში ვცხოვრობდი, ზღვაზე დავდიოდი ყოველ დღე და ეგ იყო ერთად. ცურვა ესე იგი ხო გიყვარს? ცურვა ძალიან მიყვარს კი. ნუ ესეც ფიზიკური აქტივობა და საკმაოდ კარგი. ორთვიანი ფანჯარა მქონდა. ზაფხულში ჩავიდა და გაცურავდა. იოანე, იცი რა მაინტერესებს? ესე იგი ანუ ახლა შენ ვეგეტარიანელი ხარ თუ პირდაპირ არ ვუწოდებთ? იცით რა, რადგან ჩემი მდგომარეობა უფრო ბუნებრივია ვიდრე არჩეული. ვერ ვიტყვი რომ ვერასდროს ხორცს ვერ შევჭამ, იმიტომ რომ ახლა 8 წელი არ მიჭამია ხორცს, მანამდე უბრალოდ რაღაც მეცადინეობდი თუ რაღაცას ვაკეთებდი 2 დღე, საჭმელი არ მქონდა ნაჭამი და რაღაც სერვილადი თუ რაღაც იყო სახში და სხვა არაფერი არ იყო და ჭამე ისე რომ პრობლემა არ მქონია, იმიტომ რომ შიოდა და ჩემს ვეგეტარიანელი რომ ხარ, ეგეთ რაღაცას არ აკეთებ. ხო, ანუ ვერ რაღაცა ეგრევე იგრძნობ რაღაცა პირში არ მოწონს. მაგრამ ისე ანუ არ სიამოვნებს ხორცს. არც რაღაც იმის გამო რომ ცხოველების ან რამე ცნობიერის დონეზე. ხო, ისე არ გაქვს გასაგებია. უბრალოდ არც გემოწონს, არც შემწვარი რაღაც ტიპი მწვადი. ვერ ვჭამ. ხინკალი არ გიყვარს? ხორცის ხორცი. კატარე ანუ ბურგერები
ფარშირებუნიც იმას ზოგი მე ძალიან ბევრი მყონია რომ აი ხორცი არ მიყვარს მაგრამ კატრნეტი გატარებული ოკეი რაღაცა ვჭამ აი არც მაჭმევდნენ სანამ შეეძლოთ ახლა ოჯახში დაეწარებინათ რომ არ შეიძლება ჭირდება და ვიტამინები ისე ეგ მომენტიც თუ მაგრამ ჩამნაცვლებას არ უეძებ არასდროს აი ჩემი ვეგეტარიანელი მეგობრები ყოველთვის ცდილობენ რომ თუ სადმე ვართ აი მაგალითად აი Beyond Meat-ით ვჭამო ან რამე ხელოვნური ხორცით ვჭამო ან რამე ჩამნაცვლებელი შეიძლება სოიოთი მე ანუ რაც ხორცის საკვებია იმას საერთოდ არ ვჭამ რომ არ მიყვარს უბრალოდ და თევზიც კი თევზიც არ გიყვარს გასაგებია ცოტა ისე რთული არის ცინის ამბავის ხო, ანუ ახლა სანდრო იტყოდა, რომ რეალურად ბავშვობიდან და მეც მით უმეტეს ცილა რო გეჭამა, ბევრ პრობლემას ცილას კონკრეტულად უფრო ხორცს. არა, იცი როგორ ერთია რომ თქვათ ისე იქნებოდა ბუნებრივად, ანუ ფიზიკურად აღარ მოგინდებოდა, თქვათ თუნდაც იგივე ნამცხვარი რა, სახში ყველაფერი იგივე ყოფილიყო, უბრალოდ ხორცს რო. ჩემს კულტურაში, ქობულეთსა ზოგადად მთლიანად აჭარაში სამზარეულოც არა ისეთი რომ ხორცის აუცილებლობას ითხოვდეს იმდენი ვეგეტარიანული საჭმელი არსებობს ჩვენთან ისე გავაზრებლად რომ აკეთებთ რომ ალბათ შეიძლება თქვენ ახლა გავიდეს ყოველდღე სხვადასხვა საკვები გქონდეს და არასდროს ხორცი არ ჭამობთ ძალიან ბევრია გამახსენე აბა თქვენი კერძები მე ძალიან მიყვარს აჩმა მაგალითად სინორი აჩმა დაბრიდო ხოლმე საერთოდ ხორცს არ უშვებით ხოლმე ანუ იმითი ხო ჩვენთან ვაკეთებთ ბრინჯით და სხვა სანელებლებით იმისგან განსხვავებულს ვიდრე აქით აქვს და ფხალიც ანუ რაში ვახოთ ისა ფხალი და არა მაგალითად ვაზის ფოთოლი რასაც აქ აქვს ან კომბოსტოცა ძალიან ბევრი საჭმელი გვაქვს რასაც ხორცი საერთოდ არ სჭირდება გასაგებ ლობიო და მსგავს რაღაცები კი ეგეთ რაღაცები ძალიან ქართული საჭმელები ყველაფერი ძალიან მიყვარს ისე თუ ეგ იცი რა მაინტერესებს აი ხორცს ცოტა მაძანებდნენ რომ ჭამეა რაღაცა არ დაგაკლდეს რაღაც ისეც უქონდა სასაჭმელზე ეხლა მეც რომ ბავშვი მყავს და ბებია რო ყავს აი საჭმე ჭამა პირველ იმაზეა რომ ოღონდ ბავშვს აი თუ ცოტა გაძანებდნენ პატარა ვიყავი რომ გეჭამა კი ყოველთვის მაძალებდნენ მაგრამ მე ახლა არ მახსოვს მაგრამ დედაჩემი მეუბნება რომ ბაღის ასაკიდან არ ჭამდი ხორცსო და ვცდილობდით რომ ან გაგვეტარებინაო ან ისეთი ფორმა მიეცათ ამ ჩემს ისე გამოხატული არ ყოფილიყო რომ აჰა ხორცს ჭამდი იმიტომ რომ ის კი არა რომ ხორცს რო ხედავ არ ჭამ უბრალოდ გემოც არ მომწონდა და სულ რაღაცებს სიგონებდა დედაჩემი რომ როგორმე მეჭამა მაგრამ რომ შემეძლო უკვე რომ წინააღმდეგობა გამეწია მაგის მერე აღარ ჭამდი და ოჯახში სხვები სხვებს უყვარს და ანუ სახლში იყო ხოლმე მაგალითად და ეგ რომ თევზს არ ჭამ და მე მეუბნებოდი რომ შენ რომ თევზს არ ჭამ ხომ არ გიყვარს და მეც არ მიყვარს ხო ეგ მაგალითი მშობლისგან ეგ ისე ჩვენთან დამიანეს მაგალითად 4 წლის არის და რამდენი წარმოგიდგენია 4 წლის ბავშვი რომ დიდად არ გიждდება შოკოლადებზე ტკბილეულზე და ასე შემდეგ და რო კითხვა შესაყველი საჭმელი კვერცხი პური ავოკადო ვაშლი მე შოკოლადები პირიქით ძალიან მიყვარდა მაგრამ 5 წლამდე ნაყინიც არ მქონდა გასინჯული და მაგას ვაბრალებ რომ მე შემეყვარდა შეიძლება მე იმას მქონდა ეს წითელი ხაზი რომ არ უნდა მეჭამა ეგეთ რაღაცები ნო შეიძლება მე ერთიანად გადაწყვეტა რომ ბევრი მეგეთ მაგას ვაბრალებ მაგრამ მე ხა ჩემი გამოცდილებით და სანდროსთან თანაცხოვრებით რამდენადაც ვისწავლე რაღაცა ამ სფეროში მაინც ვფიქრობ რომ უხორცობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი იცი როგორ არის უხორცობის დროს რაც არ უნდა მიზანი კონდეს წონის დაკნება იქნება ვარჯიშობდე რაღაც ვიზუალურად გინდა ანუ შესაძლებელი არის რა თქმა უნდა უბრალოდ აი პროცესი რთულდება ძალიან რა აი კნების დროს როგორც ხორცი რო გეჭამოთ ბუნებრივად სავსეთი გრძნობდი თავს ფიზიკურად ვიღარ მოგინდებოდა იმდენი თქვა სხვა საჭმელი და ტკბილი რო ყოფილიყო რო ვარჯიშობ ცინის დაგროვებაც ძალიან რთულია ესე გამოდის რომ ახლა უკვე საერთოდ სხვა ეტაპზე ვარ და ახლა დღეში რომ 150 გრამი ცილა მჭირდება მაგის დაგროვება მთელი დღე არის იგიც თან მაშინ როცა კალორიულ დეფიციტში ხარ ხო ნახშირწყლებს ის ცილა რაც მცენარეულ ნახშირწყლებით არის გაჯერებული და შესაბამისად კალორია იზრდება და პროტეინის მხნელით პროტეინის
მოთხოვნილი. კი, ანუ პროტეინის შეიკებით რაღაცებით ვახერხებთ, თორე ის ანუ კვებით მხოლოდ შანსი არ არის რომ კვებით ისე კვერცხი ყვენი ეგეთი რაღაცები. ეს რაღაცები ძალიან მიყვარს. ხო. მაგრამ ის ნაწარმი ძალიან. ხო. ხაჭოთი ხო ალბათ. ხო, მაგრამ აი ხორცი და თევზი რა ისეთია რა, აი თუ ხო რა შეგიძლია და რაღაცებს პარკოსნებში ცილა ძალიან ბევრია კი მაგრამ პარკოსნებში რო თქვა რაღაც იგივე რაოდენობა ცილა რისაც ხორცით მიიღებდი იქ გამოვა იმის მესამედი კალორიაც არ გამოვა მთლიანობაში ვიდრე იქ ნახშირწყალიც რთულია ხო იქ ამბავი კარგი ივანე ესე იგი შენ როგორც გითხარი 2019 წელს გახდი მაგრამ კოვიდის დროს უკან მოიმატე და ბევრი მოიმატე კი და ჩემ და საუბედუროთ მაგ ეფექტს დაკლება მომატების მოდი წრებრუნოს ქვია იოიოს ეფექტი და ხო ჩემი სახელი ქვია და არმა ნებებს თავი იმედია ბოლოა იცი როგორ აიო როგორ გახდი ის ერთი აი პირველი გახდა გადავწყვიტე რომ უბრალოდ გამხდარიყავი და გავხდი 140 კილო ვიყავი მაშინ აბიტურიენტობას რომ მოურჩი და გამოცდები დავწერე, აქ 2 აგვისტო იყო მახსოვს რომ 137 კილო ნახევარი ვიყავი, მე თელი თვე არაფერს არ ვჭამდი საერთოდ. აი დღეს შეიძლება და მე ერთი ნაჭერი ყველიან რამე. ანუ შიოდა ძალიან და იმ შიმშილობ თუ რაღაცა გონება შეიძლება თავი კიო და ანუ ასე მახსოვს და მე ისე ვარ მიჩვეული მე ან შიმშილს ან დიეტას ან რამეს საერთოდ არ მაქვს მოთხოვნილება, როცა გადავდივარ უკვე მაგ რეჟიმზე და მე ერთი თვე საერთოდ არაფერს არ ვჭამდი და აი უნივერსიტეტში რომ მივედი 19 სექტემბერი იყო, მაშინ ვიყავი 124 კილო. მე მაქედანაც დღეში ვიყავი უკვე 119 კილო. აუ თან წონა მოდი მოკრატი ხარო და აი ოქტომბერში უკვე 112 კილოზე ვიყავი ჩამოსული და ეგ იყო მინიმუმი რადგან ყოფილა რა წლების განმავლობაში. და ნუ შიმშილით გაგიკეთებია. მაგიტომაც ალბათ ახლა კიდევ ეგეც ართულებს. კოვიდი რო დიეტები გაქაბა იოიოს დიეტებს ვაკეთებდი აი მოგვიყევი გიხდი. მაგაზე ვიდეო მქონდა და ყველაზე მეტი სეივი ქონდა ალბათ ჩემი ვიდეოზე. ალბათ მე ვამბობდი რომ არ გააკეთოთ მე. სუდ გამოცდილებებს ვუყვებოდი და ერთი 500-600 ადამიანმა მომწერა მაგალითად სუხიშვილის დიეტაზე რანაირად აკეთებდი, იმიტომ რომ 9 დღეში დამიკლე 12 კილო სუხიშვილის დიეტით. მოდი იმდენად ბრუტალური დიეტაა რომ აი მარტო არაჟანზე რომ ხარ და რაღაც საშინელება რა. ნუ ცალკე უნი პროდუქტი ერთი რო ჭამ, აი რაც არ უნდა ხშირად მithkoms, სულ რო შენი საყვარელი პროდუქტი იყოს, ეგ ერთი რო ჭამო, აი ხო არა სოხიშვილებს გამიკეთებია იყო ბორშის დიეტა. ხო, ეგ უნდა მეკითხე ახლა ბორშის დიეტა. აი ეგეთი ცუდია. ნიახურსაც უკეთებდი, რომ რაც შეიძლება მეტი სითხე დაგეკარგა. კი და ანუ მე არ მიყვარს ძალიან ბულგარული, ანუ თუ ერთ პროდუქტს ამოვიჩვენ რომ არასდროს არ გამესინჯა და არ მეჭამა, არის ბულგარული და რატომ ყავს ყველაზე მეტი ბულგარული სჭირდება? ჭარხლის ნაცვლად თითქოს აი რაღაცით უნდა ჩაანაცვლო ეს და ჭარხალი არ ზეთი არა აი ჭარხანი ცოტა ისეთი ხო ნახე. აი საშინელება. მაგრამ იმდენად ეფექტური იყო რომ 7 დღე ვიყავი მაგ დიეტაზე 11-12 კილო მაქვს დაკლებული. ხო, მაგრამ ხო ცოტა ის აი ხო ყველა დიეტა რაც ცადე ხო იცოდი რომ აი მაინც ჩიხში შეხვიდოდი აი ხო მაგრამ ყოველთვის გონია იმედი გაქვს რომ აი ხა დავიკნებ და შევინარჩუნებ ხო აი სულ მქონდა დასაკლები აი 20-25 კილოს მეტი დასაკლები არასდროს არ მქონდა და აი მაგ 12-ზე რომ ავდიოდი ვფიქრობდი რომ 12 დაკლებას რაღა უნდა და დავიწყებ აი დაბალანსებლად ჯანსაღმებას და ამ ჯანსაღმებას ვერასდროს ვერ ვიწყებ. ანუ რეალურად დაიკლებდი 12 და მართლა იმატებდი, მე როგორც ამბობენ ორჯერ მეც ან რაღაც ესე. კი, ზუსტად ეგრე და მაგრამ ყველაზე ცუდი რაც გამიკეთებია იყო აი დეტოქს. ხო, აი მაგაზე მივალ მინდა კი მის. ეგეთი ცუდი არაფერი არ გამიკეთებია ჩემი ხალხისთვის. ეს თუ საიდუმლო არ არის, თუ გინდა არ დავარქოთ უბრალოდ დეტოქს ჩაი, ნუ რაღაცა. აი თუ გინდა სახელს გეტყვით, რომელი კომპანიაზე? არ გაკაი არ. მე მიახლოებით ხვდები, მე მგონი ის აღარ არის. კი, აი წვანე შეფუთვაშია არ იყიდოთ, იმიტომ რომ ძალიან 50,000 ადამიანია იმ ჯგუფში, სადაც მე ვიყიდე. და არავის არ გირჩევთ. თქვენს ორგანიზმს ასე ცუდს არასდროს არ აქვს. და რა დაემართა? მარტო მე არა, თან ჩემი ოჯახის წევრებსაც გავუკეთებიათ და ყველასთვის ძალიან ცუდი შედეგი ქონდა. დავამატებ მე რომ არც ერთი არ აქვს. მარტო მწვანე შეფუთვა არა, ალბათ ყველა შეფუთვა. ნებისმიერი შეფუთვა, სადაც დეტოქს ჩაი და აი რაღაც სითხე მიიღედა და არა, ეგრევე. თან რაღაც ტაბლეტები ახლდა და თავიდან ანუ ვერ ვიაზრებდი, რას ვაკეთებდი, მაგრამ იმდენად ცუდი ეფექტი ქონდა არა პოსტ ეფექტი კი არ ქონდა. როცა იღებდი ამ
ჩაის, აი ჩაი არაფერი არ იყო, ჩემთვის ის ტაბლეტები იყო, რაღაც საშინელება. ხომ რა იყო, იგი იცოდით? გქონდა რაღაც აი ალუმინის რაღაცის გემოსულ მთელი დღე შეგრძნება რომ რაღაც საშინელი ჭამე ან მაგრამ არ გშიოდა. ანუ მაგას გიქოიჭებდა. და მაგითან მთელი თვის მანძილზე დავიკელი 12 კილო, მაგრამ მეორე თვე აღარ გავრისკე, იმიტომ რომ ეგ გემო რომ გამეყვანა ჩემი რეცეპტორები და რა ვიცი ალბათ 2 თვე დამჭირდა, იმიტომ რომ სულ ღამეც კი მესიზმრებოდა რომ რაღაცა შინელებას ვჭამდი და და ეგ ფსიქოლოგიურად და რეალურად ორგანიზმის დანგრევაში რა იგულისხმე? რა და ეგ დიეტა რო დავიწყე, ვიყავი 135 კილო. და ჩამოვედი 124 და 7-ზე კარგად მახსოვს და ეგ რო გავაჩერე, აი წყალის რო დამელია 1 ხილი და მეორე დღეს უკვე 1 კილო მომატებული მქონდა. დიდი ალბათობით ტაბლეტში შემადგენლობა რა იყო რომც ეთქვა არ იქნებოდა ეგ რა სიმართლეს არ გეტყვი მაგრამ ინგრედიენტები 25 სახეობის პალატა და ის ჩაი იქნებოდა აი ერთ-ერთი ინგრედიენტი იქნებოდა სითხის გამომდევნი რა იმდენად dehydrated გამო სითხისგან დაცმული ორგანიზმი აი თუნდაც მართლა ერთ ჭიქას რო სვამდი ორგანიზმი აი იწოვდა გრამს არ უშვებდა უკან და კარგი პროპაგანდა ჰქონდათ რომ რა ვიცი ხო მე ვხვდები დაახლოებით რომელზეა იმიტომ რომ პროპაგანდა რომელსაც ყველაზე ხმამაღალი იყო რაღაც საოცრად მაგრამ ეხლა აღარ არის მე რამდენადაც აღარ მხვდება ყოველ შემთხვევაში ეგ თქვენ რომელიც გქონიათ ეგ არის ჭიანი დიეტები. ხო, ეგ არა. ეგ ჩამოვარდმას ცადა და იმასაც ძალიან ცუდი შედეგი. ერთია, ყველა ერთია, რა მნიშვნელობა, ყველა ეგენი არის. იმაზე გამიგია რომ ის იყო აი D ვიტამინის დიდი წყარო და ყველა პროდუქტში რაც ახლდა ამ დიეტას იყო ბევრი D ვიტამინი რომ ენერგიაზე ყოფილიყავი. და ამას ანუ არავინ არ იცის რა დევს ამ ჩაის ხუთში და არის საშინელება, იმიტომ რომ დავიკელი 10 კილო და მომემატე 30. ხო და ნუ მაშინ მაგებაც აღარო გახუთმაგება გამოვიდა. ეხა კი გვეცინება, მაგრამ რეალურად წარმომიდგენია შერადგეში იქნებოდი და კი, ანუ მე 192 კილოს ავედი მაგის მერე, იმიტომ რომ არაფერს არ გონდებოდა ჩემი ორგანიზმი, არც ერთ დიეტას არც სუხიშვილს არც ბორს ვიღარაფერს ვეღარ უძვნებდი და ისე ქშიოდა ეგ ტაბლეტებიც რო შეწყვიტე ერთი მომენტი იყო რომ დანაყრები შეგრძნება არ მქონდა არასდროს ხო იმდენად ეგ ვთქვი იმდენად dehydrated იქნებოდა სითხისგან დაცლი და რა ვიტამინი მინერალი რაც კი რამე არსებობს ყველაფერი აკლდა უეჭვენი რომ აი ნებისმიერი მაგრამ ის კი არ იყო ის სიმსუქნე ჩემი იყო ცოტა სხვანა იმიტომ რომ სუქანი ვიყავ მაგრამ ამის სიმსუქნე რაც ამას მოყვა მე იყო გაფუდისა ვიცი ხო აი შეშუპებული ვიყავ აი როგორც ეს დროშს ერთაფუარს ჩააგდებთ წყალში და ფულში რომ აი სივდება გასიებული ვიყავი აი რის რო არის რა სპანჩს რომ მოუჭერ და რო არაფერია და მე წყალში რო გაიბერება ხო და რატო ანუ იმ რეალურად ორგანიზმის სტრესში ჩავარდა ალბათ იმდენად არც სითხეც აქვს და ვიტამინები მინერალი აი რაც კი რამე შეენება დეფიციენსი აი ორგანიზმში იყოს ყველაფერი ქონდა და მერე ეგ ტაბლეტი იქნება სითხე გასაკეთებელი თუ რაც არ უნდა იყოს აი მადას რო გიქრობს და არაფერს არ ჭამ რო ანებებ თავს ვე ადამიანი ვერ გაჩერდება რა აი ფიზიკურად ვერ გაჩერდა ამ ჭამს მაგ დროიდან და რომ უყურებ მართლა შეშუპებული ვარ აი არ ალბათ რაღაცა ხანახ მეგონა რომ საფუარი იყო რასაც ვსვამდი იმიტომ რომ თან დანაყრები შეგრძნება მქონდა და თან გავსებული ყავდა და თან რაღაც ეგეთი რაღაც არავინ არ ცოდოთ ედოქჩა ისე თუ ცდილობდი მაგ დროს რომ აი ცოტა ჯანსაღიც ვითომ გეჭამასავით რომ იქნებ რაღაც თამა ზაფხულს სანამ მაგას მივიღებდი გერმანიაში ვიყავი მთელი ზაფხული და იქ მქონდა რაღაც რთული გრაფიკი არ ვერც ჭამას ვერ ვასწრებდი და მქონდა შეგრძნება რომ ხვდებოდი რა მაგრამ ანუ სასწორზე არც სასწორზე იცვლებოდა ციფრები და რომ ჩამოვედი აი დღეში ერთხელ ჭამდი თან როგორც კი ჩამოვედი რაღაც 6 თუ 7 კილო მქონდა დაგრებული ეგრევე მომიმატა იმიტომ რომ უბრალოდ კონტროლი მქონდა უკვე ორგანიზმზე დაკარგული მთლიანად რა ან მე შენ წონაზე ხა 6-7 კილო დიდად არაფერი იქ შენობა 150 კილო ვიყავი მაგ და მაგ უკვე არაფერს აზრი აღარ ქონდა დიდად ხო აი იცი როდის აი მაგ იმას რომ დაანებე ტაბლეტებს თავი მერე თუ აი უკონტროლოთ რომ ჭამდი მანდ თუ ქონდა მცდელობა რომ აი
ძალიან ბევრ ჭამა არ მყოფნის რაღაც არ მანაყრებს და ცოტა ჯანსაღისგაურიო იქნებ გამოსულს რაღაც. თქმა უნდა, მე დავბრუნდი ჩემს ძველ რელსებზე და მოვაკითხე ისევ ენდოკრინოლოგს. ეგ შეშუპების და მართლა განსხვავების პრობლემები რომ დამეწყო, ეგ იყო დაახლოებით ოქტომბერში ისევ მივედი რა, გერმანია ჩამოვედი სექტემბერში და ოქტომბრის ბოლოს უკვე მივაკითხე ენდოკრინოლოგს და იქ უკვე რაღაც გაწერილ კვებაზე გადავედით, მაგრამ უკვე ყელში მქონდა ენდოკრინოლოგების დიეტა, იმიტომ რომ მართლა 12 წელი ვიყავ ენდოკრინოლოგების დიეტაზე და მომბეზრდა. აუ ეგ ხო ცოტა მრავალფეროვნება აკლიათ ხო. მრავალფეროვნებაც და ძალიან ერთგვაროვანი რამდენი ენდოკრინოლოგთანაც არ უნდა მეკვიდე, ის გეგონება რომ აი ფუნდამენტი ყველას ერთი ჰქონდა და ანუ გამორიცხულია რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ჭამდეს რა. ეგ ხო. ივან ეცი ამითხარი, ამდენი ხნის ინსულინ რეზისტენტობის დიაგნოზი არ არის როგორც ვიცი ინსულინ რეზისტენტობა, ამას მე ჩვენ მოწვეულ ენდოკრინოლოგთან ერთად გავივლით, მაგრამ ნუ მოკლედ დაგისვეს ეს დიაგნოზი რომ გაქვს ინსულინ რეზისტენტობა. CO4 არის მეტფორმინი და რაღაცებია დანამატებს რაღაც ნაკლებობა მქონდა სულ ან რაღაცის მატება, მაგრამ ისე რომ აი რაღაცა განსაკუთრებული ყოფილიყო, არასდროს არ ყოფილა, ერთადერთი რაც მართლა უკონტროლო ჩემს ორგანიზმში იყო ეს ინსულინის 45-ზეც მქონია, რა ვიცი 0.7-ზეც ჩამოსვლა, მერე კიდევ ასვლა და ეგ მაგის მართვა იყო რთული და მაგიტომ მივაკითხე მე ბარიატრიას რომ უკვე მართლა ვეღარ ვაკონტროლებდი. ასაკი ხო ახალგაზრდაც რომ მე ასაკი რო გემატება, აი ეგ წონა საშიშია ჯანმრთელობისთვის. და ახლა ვარჯიშობ? კი, კვირაში 3 ჯერ უკვე და დარბაზში. კი. და ეს აქტიური გახდა რამდენი ხანია? ძალიან და უკვე თქვენახევარია მე ანუ არ მქონდა ოპერაციის მერეც დაახლოებით 1 წელი რეკომენდაცია რომ მევარჯიშო, იმიტომ რომ რადგან წნევას ვატარებდი და ეგ რომ წნევა ჩამოსულიყო, ცოტა გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდა ჩემთვის, გულის დატვირთვის ნაწილი მაინც საკითხი იყო ენდოკრინოლოგებთან და ცოტა ხანი თავს ვიკავებდი და უკვე მაისში მომცეს რეკომენდაცია და მეთქი ან რაღაც სექტემბერს ველოდო და მივედი აგვისტოში და ანუ აგვისტოს მერე ვარჯიშობ. ძალიან კაი, ახლა კი ახსენა ბარიატრია შენ თვითონ და მოდი ამაზეც გავისაუბროთ. ბარიატრია გაიკეთა 1 წლის წინ, როგორც მითხარი, ხო? კი, 2024 წლის მარტში. 24 წლის მარტში. კი, წელიწადნახევარია გასული. და აბა მოგვიყევი რა მოხდა, როგორ მოხდა ჯერ, რამდენი დაიკელი ბარიატრიის მერე? ბარიატრიის მერე ჩამში დაკლებული მაქვს 72 კილო. ზუსტად 1 წელიწადში მქონდა დაკლებული 60 კილო. და ან მაგ 1 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, რომ კარგ ნუტრიციოლოგთან არ მივედი, იმიტომ რომ რადგან კალორიულ დეფიციტზე ვიყავ, მეგონა რომ აი ყველა ვარიანტში გავხდები მეთქი, იმიტომ რომ ცოტა რაოდენობით საჭმელს ჭამდი, მაგრამ რა ვიცი, ურანი 1 გრამია, მაგრამ მილიონი კალორია აქვს და მაგას ვერ ვიაზრებდი, რომ რაც ცოტა მეჭამა, თუ ბევრ შაქრიანს, ბევრ კალორიანს შევჭამდი, შემიჩერდებოდა მარტივად ეს კლების პროცესი და ზუსტად ეგ დავაშავე, რომ ტკბილი იოგურტებზე და ბარიატრიაზე არ გითხრეს, რომ ტკბილეულს უფრო უნდა მოერიდოთ, იცით, აი პირველ რამდენიმე კვირაში და თვეში ეგეთი მკაცრი რეკომენდაცია არ აქვს, მთავარია იმ რაოდენობა ხო არ ჭამ. რაოდენობრივად აი დასახეთ საჭმელთან მიხვიდე და მაგის მერე უკვე აქვს რეკომენდაცია რომ ეს არ ჭამო, ეს არ ჭამო, მაგრამ მე ძალიან არეული გრაფიკი მქონდა, ეგრე დაემთხვა და ხან ტკბილს ვჭამდი, აი ხან ტკბილი იოგურტს, ხან იმას, ხან ამას და ნუ კარგად ავიკელი მაინც 60 კილო, მაგრამ ისე კარგად არა როგორც შემეძლო ჩემი აზრით. მენტალურად არ გაგიჭირდა ისე, აი ბარიატრია ჩემთვის იმდენად მარტივი იყო, რომ ალბათ 1000 ჯერ მომეცეს შანსი, 1000 ჯერ ბარიატრიას. მაგრამ შენ იმდენი როგორც ახსენე, იმდენი დიეტა და ის გამოიარე ტაბლეტები ჩაი ბარიატრია. თებერვალში გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ოპერაცია, მარტში გავიკეთე და 1 კვირა მქონდა სამსახურიდან შვებულება აღებული, მივედი გავიკეთე, გამოვედი ეგრევე სამსახურში, იმიტომ რომ ისე მარტივად, ალბათ ფსიქოლოგიურად ვიყავი ასე კარგად მზად და მინდოდა და მაგით სანდრომ რა იგულისხმეცი ზოგადად ცნობილია რომ ბარიატრიას რო იკეთებენ ან ჩვევა სადაც როცა ჭამს საჭმელს რაც გემოები გიყვარს და როცა აღარ აგაქ ეს
შესაძლებლობა რომ ამდენი მიიღო და ასე შემდეგ ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან იცვლება პაციენტისგან გამიგია ზუსტად ეგ რაც თქვით რომ სწრაფი იცვლება რომ ხდება ეგრევე რადიკალურად იცვლება ცხოვრება თუნდაც აი შენთან ორგანიზმში ხდება იმდენი იცვლება რომ თითქოს ვერ ეგუები და ის ჰაბიტებიც რაც გააქვს ამდენი წელია მართლა შენი ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილია მაგას რომ კარგავ ცოტა ვერ ეგუები მაგრამ მე არ ვიცი ანუ მე ვიყავი ძალიან მოწადინებული რომ ეგ ცვლილებები მომხდარიყო ჩემთან და ალბათ მაგიტომ მარტივი აღმოჩნდა ერთი დღეც არ მქონია იმის რომ ნეტა სხვა რამე ხომ არ შემეძლოან რამე მენატრება რაღაც შოკოლადს ვერ ვჭამ ოპერაციის მერე მაგრამ და დამოკიდებული ვიყავი შოკოლადზე რაღაც მითხრეს რომ ანუ რა არის რაღაც პროდუქტები რასაც არ უნდა ჭამო ვეღარ მიიღებ როგორც ოპერაციამდე იღებდი და შენი ორგანიზმი გელაპარაკება შენ რომ არ გინდა და რაღაც აი კარამელს ჩემი ორგანიზმი აღარ იღებს და შოკოლადს მე თვითონ აღარ ჭამ იმიტომ რომ რაღაც გემოს დონეზე აღარ მომწონს და კარამელზე ეგრევე რეაქცია აქვს ჩემს ორგანიზმს და რაღაც მჟავიანობა თუ რაღაც გემართება ხო მაღალი მჟავიანობა გასაგებია და ეს არაფერს შეგრძნების დონეზე ანუ რაღაც უთხასიათზე და ფსიქოლოგიურ ზეწოლა არა ძალიან იმდენად მომწონს ეგ გადაწყვეტილება რომ ბარიატრია გავიკეთე ვფიქრობდი რომ ნეტა ადრე რატომ არ გავიკეთე და რატომ ხარჯავდი ამდენ დროს თანხას რესურსს ხო აი ეს დიეტები რაც სადი ყველა რო გამოიერე და ჩაი რო აგერიდებინა და ის ტაბლეტები ვინ იცის რა იყო აი შეიძლება აი ჩაიმდე რომ ნორმალური ნუტრიციოლოგი მქონდა და შეიძლება ოპერაციას არ დამჭირვებოდა ჩემი აზრით იმიტომ რომ აი უნივერსიტეტში რო ვაბარებდი ეგ რო გავხდი 2019-ში მქონდა შეგრძნება რომ რომ ამბობენ გარდატეხ სასახსოვ და ასრულებს შენ ორგანიზმი წყობაში დგება და თანხდები და ეს წონა არის თინეიჯერობის სასახსი და რაღაც მეგონა რომ მაგ ეტაპზე მივედი და თურმე ანუ ეგ სიმსუქნის ეტაპი არ იყო დასრულებული ჩემთან და მე იმას უფრო ქონდა ჩემთვის ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე რომ ანუ სუქდები და ვერასდროს ვერ ხვდები და ანუ გამოსავალი არ მაქვს ანუ უნდა ვირბინო ყოველთვის ენდოკრინოლოგებთან თან ვარჯიშის უფლებას არ მაძლევს არავინ, იმიტომ რომ წნევას ვატარებ და და ეხა სიმძიმის აწევა და ასე შემდეგ მიუხედავად იმისა ძალიან ისედაც მარტივად შევეჩვე წნევასაც ვაკონტროლებ ანუ ყოველ დღე, იმიტომ რომ მე მაინც მქონდა შიშები რომ აი თუ აი კარდიოს მერე გულია მიჩქარდეს ძალიან გულია მიჩქარდეს ან რაღაც და ჩანდის სულ ატარებ წნევის დამწევს ან მაგრამ არ მქონია პირიქით ანუ ბევრად უკეთ ვარ პირიქით რა თქმა უნდა ანუ წონა რაც დაიკელე სავარაუდოდ კი და ისე ციფრებშიც ძალიან დიდი ცვლილება მაქვს იმიტომ რომ ოპერაციამდე ვატარებდი 145-150-ს მაინც მე ოპერაციის მერე ჩამოვიდა 130-ზე 135-ზე და ახლა რაც ვარჯიში დავიწყე და მე უკვე კვებაც შევაშველე 120-ზე ხანდახან 117-ი 118-ი ესე იგი ნუ აი ამ წამს მართლა ადამიანური კარგი წნევა კოსმონავტის წნევას რო ეძახიან ეგეთი წონა ისე წონა სადამდე გააქვს მე გამიჩერდა მაისში კლება ბარიატრიის მერე 60-ზე რომ დავაპაუზე ვერაფერს ვეღარ უშვებოდი და მაგიტომ გადავწყვიტე რომ ვარჯიში დამეწყო და ვეხვეწებოდი ჩემს ენდოკრინოლოგებს რომ მეთქი გთხოვთ რომ ანუ ამზადა ჩემი გული და დამიჯერა მე მითხრეს რომ კი ანუ დაიწყო ვარჯიშიო ცოტა მსუბუქათო რაღაც მართლა მასე დავიწყო ვარჯიში რომ აი ჯერ მოვამზადოთ ორგანიზმი ნახევარსაათიანი ვარჯიშები და რაღაცები და ჩემი ტრენერი სანდრო ბიგანიშვილი ძალიან დამეხმარა და ეგრე ძალიან მარტივად გადავედი უკვე აქტიურ ვარჯიშზე და ესე ძალიან გამიმარტივდა. და აი მაგის მერე დავიკელე 8 კილო კიდევ და შეგიყვარდა ვარჯიში? ძალიან ხანდახან მიწევს ერთი დღე გაცდენა რა ხან სამსახურში გამხარ რაღაც და გული მწყდება და ანუ ვეუბნები რომ მეორე დღეს შეიძლება მოვიდეთ რაღაც რომ რთული არ აღმოჩნდა. მე სპორტზე რომ მივდიოდი ჩემთვის პირველი 10 წუთი რომ მოხდა გახურება და ვიდვინოთ რაღაც ეგ იყო ყოველთვის სტრესის ფაქტორი, იმიტომ რომ სირბილები და ძალიან ბევრი დატვირთვა თუ არ მიყვარს, იმიტომ რომ ეგრევე ქოშინი და რაღაცები მეწყებოდა და დარბაზის ადგილზე რომ ვარჯიშობ წონებზე ქოშინი ძალიან მაგარი ყოფილა კი არ არსებობს რამე აი რა დაავადება უნდა გჭირდეს რომ დარბაზში რაღაც საშენო აი პროგრამა სავარჯიშო გეგმა არ მოინახოს აი
ყველა ადამიანს შეუძლია. ძალიან ბევრს აქვს ხერხემლის პრობლემა და გონიათ რომ ვერ იმვარჯიშება, თუმცა რაღაცა მე მგონი მანდაც შეიძლება. მანდაც ზოგს დიახარ ზოგს აი არა უშავს ყველა მხრივ შეიძლება რაღაცა გზა გამოინახოს და ვარჯიშმა რაც უნდა გჭირდეს ეგ კიდე არ არის ქნას რა. არ დაგიმძიმოს სიტუაცია ასე ვთქვათ რა. ივანე, ხა შენ ჭამს ბევრად ნაკლებს, ხო? ანუ რაოდენობრივად რო ვთქვათ, აი ბევრად, ხო? კი, იმასე შედარებით რაც ოპერაციამდე იყო, ძალიან ცოტას ვჭამ, მაგრამ აი ბოლო 6 თვეა ულუფები ბევრად გაზრდილი მაქვს, ვიდრე მაგალითად ულუფა ერთია და ცილაც ხემი ნახე, მაგასაც აი ბოლო თვე ნახევარია ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, რომ ეს ვაი ვარჯიშთან ერთად ეგ ნაწილიც მიუხედავად იმისა, რომ კალორიულ დეფიციტში ვარ, ვცდილობ რომ ეს ცილის და რაღაცების რამდენს ჭამ? კალორია დაახლოებით რამდენია? საშუალო მკაცრად გავიწერე 1300 კალორია. 1300 და არა ვცდილობ რომ ჩავატიო 150 გრამი ცილა. რომ ისე რომ თან უჯრედისიც მივიღო, თან ისე რომ აი ბოჭკომანიც ვჭამ და ცოტა რთულია, მაგრამ ცოტა რთულია, მაგრამ ცოტა არ არის თუ ბარიატრია. არა გაჩნია რა, რამდენ ანუ გააქის რომ აი არ ყოფნის რაღაცა ქშიათი თქოს. მეტია. 900-1000. ანუ შენ ბარიატრია რა ხან გაკეთობა მაგი არის, ფოთოლი. და რამდენი ხანია 1300 იძახი რომ აღარ ჩამოდის ქვევით? წონა? ხო. არა, ეხლა ჩამოვიდა. 8 კილო ჩამოვიდა ეხლაო, ჩამოვიდა. დაიწყო, რაც ვარჯიში დაიწყე და კალორიის კაცრად გაკონტროლება, წამოვიდა 8 კილოთი ქვემოთ. ძალიან კარგი კლება მაქვს. პირიქით არის ყოველდღე რო გები სასწორზე, თან მაქვს რეკომენდაცია რომ ყოველდღე არ ვამოწმო წონა და არა შეიძლება ერთ დეგოციფრი იყოს და მართლა ვიკლებდი ან კუნთის მასას ვიმატებდი. ხო, აბა ეგ ვარჯიშის დროს ბევრი. ახლა მე მაინც რადგან უკვე 6 თვე კლება არ მქონია, მე მაინც ყოველდღე ვდგები სასწორზე, რომ გამიხარდეს ყოველდღე. ხო, სხვათა არა, შენ ახლა რაც მოგიცმინე, რაც ილაპარაკე, ჩვევები იცი, გაცნობიერებული მაქვს, არ მაქვს ეგ ამბავი იცი, ანუ კალორია უკვე დაჟე მაკრონუტრიენტების ცილა ცხიმის ნახშირწყლის გაკონდა. დამიჯერე ისე ხარ რომ არ ამგონია რამე მხენი შეგიშალოს ან გაგაჩეროს. აი ის იყო რა ქვია, შენი და კაკოს პროგრამა იყო კიდე ეს ინსპირაცია რომ კაკომ დაიწყო გამოწვევა მაისში და 75 დღიანის გაკეთება მე და ეგ იყო პირველად ჩემს ენდოკრინოლოგთან რომ ეგ თხოვ რეკომენდაცია მომეც რომ კონტენტი უნდა გავაკეთო მე. არ მომცეს უფლება და მე რომ ნახე კაკოს ვიდეო აი ყველამ დაიწყო. და ბოლოს აი ახლა უკვე ერთი თვე ვიღებ და ერთი სული მაქვს როდი შევაკოწიწებ, მაგრამ ხანდახან ეგეც მოვიცდება რომ კონტენტს ვაკეთებ, იმდენად მოტივირებული ვარ მე რომ აი მართლა რომ ხედავ უკვე ანუ ერთ თვეში დიდად სხეულზე ან კუნთის ნაწილში ვერ ვიზუალურად ცოტა რთულია ხო? მაგრამ მე იმდენად სუსტი ხელები მქონდა აი ბიცეპს და რაღაცების საერთოდ არ მქონდა, მაგის შემჩნევა მარტივია და აი ვარჯიშის დროსაც აი ფეხის ვარჯიშები რაც ამას ვაკეთებ მარტივად. წონის აწევა პირდაპირ 120 კილოზე რომ ფეხების ნიერი გექნება კი. ანუ ჩვენ ერთი წლის მერე 90 კილოზე ავედით და 120 კილო წარმოადგენელი, მაგრამ მე ანუ 200 კილოს ვაცრებდი მთელი ცხოვრება და ფეხები არის აი ისე გექნება რა კუნთური მასაც დამიჯერ ხო ეგენი ეგ კუნთები მქონდა ალბათ მარტო მეგონა რომ სხვა კუნთი არ არსებობდა. არა და კაცისთვის წვივის კუნთი ერთ-ერთი ყველაზე საკმაოდ რთული ის არის. რთული სამუშაოა, მაგრამ ბუნებრივად მერგო რაღაცა პნეუსები მასაც შენ რო კიდე ქვევით ჩახვალ ფეხზე კუნთები გექნება და ამიჯერე აი აქაც რო ცხიმი დაიწובה და გამოჩდება სასწაული. ხო და მინდა რომ აი ახალ წლამდე რაღაც მინიმალური ტრანსფორმაცია მაინც მქონდეს. სად გეჩქარება 24 წლის ხარ მოვასწრებ ყველაფერს ნელა მიდი. ერთია რო არ გეჩქარება და მეორე ძვენი გამოცდილებიდან არიჩქარო არა აი რაღაცა აი შორტკატი კიდე რაღაცა ბოჟა რაღაცას წავახმარ არ გინდა რა. გაწელილი კლებად ნორმალური ყოფილა, იმიტომ რომ შეიძლება მართლა ეგ მაგის არ მჯეროდა რომ შეიძლება სასწორზე ვერ ხედავდი და იკლებდი, მაგრამ ახლა უფრო მეტად ვამჩნევ ტანსაცმლის ნომაზე, იმიტომ რომ თითქოს მაგალითად ჩარვალი თუ ვიყიდე, ახლა გადიდებული რომ მაგ და იწონა 2 კილოთი შეიცვალა, ხვდები რომ ფორმები გეცვლება და არა საჭირო რომ აი მაგალითად მართლა 20 კილოს იკლებ და შეიძლება ცხიმს საერთოდ არ იკლებ და არ უნდა გიხაროდეს და ეგეც და კიდე შვენის ძალიან აი მithumetes კონტენტს ვიდეო ან სურათი ერთი და იგივე
განათება ერთ და იგივეც რო გადაიღო აი იმაში დარბაზში შესვლაზე სარკეში ვიღებ ფოტოს რომ არ დამავიწყდეს რანერ ვიყავით პირველს რო ვადარებ ძალიან დიდი კი ეგეც ძალიან შონის თუნდაც აი ტანსაცმელზე ჩენება ვერ შეატყო თქვა არც კილოგრამი არ იყოს ჩამოსული ტანსაცმელს ხამარ რაღაც იგივე მაგრამ ვიზუალურად კვირიდან კვირამდეც თუნდაც ერთმანეთს რო შეადარო როგორ რაღაც იცი აი ოდნავ გამომებურცა აქ მხარ რაღაცა გამომიჩდა რაღაცე კერდი რაღაც ხوانა პირდაპირ ბიცეპს ხოს ვუღებ რომ ნეტა ანუ რაც ვლება გვაქვს და ანუ საკუთარ თავს ვეუბნები რომ ხედავ პროგრესს ჩემთავს ველაპარაკები მაგრამ არ მე რო ვახვევ და რაღაც რო ვუყურებ პირველს აი თუ მე-19 ვარჯიშზე ვარ უკვე და მართლა მაგ რაღაც შესამჩნევი ცვლილება და ძალიან მომწონს. მეც მარტო საკუთარი თავის არ მჯერა და მე ჩემს მეგობრებს კითხე ვანახე და კიო ცოტა უგემჩნევა. იქნება არ არსებობს რა. კიდე კარგად დაგემჩნევა ძალიან. იონი ბარიატრიაზე ვიცი რომ შესაძლებელია ძველი ჩვევებით კუჭის ისევე იგივე დონეზე გაზრდა და იგივე წონაზე მისვლა. ჩემი შიში იყო. რომ აი თუ თან მქონდა მე მაგის გაფრთხილება რომ თუ შენ ჩვევებს არ გადააგდებო ეს არის მოკლევადიანი კალორიული დეფიციტი რასაც აი ხელოვნურად იქმნი აი იდეალური ახსნა ხელოვნურად აი ფიზიკურად რაღაც აი რაღაცა მაგრად რაღაც გამოდის და მაინც რომ აი თავს იავად მყოფებ სპეციალურად რომ ვერ ჭამო ფიზიკურად და თუ ვერ ჭამის დროს ცოტა გონება არ გაიაზრე რომ ეს აი რო ჭამდი იმიტომ ბევრს გავსუქ და შეცვალო რაღაც დააბალანსო ჯანსაღი ჭამო ისცადო რომ მერე რო დამთავრდება ცოტა რომ გავადრო ამისი რომ ისევ არ გადახვიდე თან ანუ მაგას როცა ანუ ბარიატრიას ირჩევი თავაზობენ რომ აი გვაქვს რაღაც რამდენიმე სახეობის ბარიატრია რომელს გაიგეთებ არის რეზექცია არის ბაიპასი და რაღაცები და ბაიპასის შემთხვევაში კუჭის მიერ რაღაც ნივთიერების ათვისება იკლებს რაღაცები და მაგას თავიდანვე მეცნიერულად უყურებდი მე რომ აი რამე არ დაუშავ საკუთარ თავს და მაგას მეკითხებიან ძალიან ხშირად აი ბაიპასზე თუ ვიდეოს გავაკეთებ 1:50 ადამიანი მაინც მეკითხება რომ ვაპირებთ და რას გვირჩევდა მე მაქვს სლივი გაკეთებული რეზექცია მაქვს გაკეთებული რომ ეს კუჭს რა თვისებებიც აქვს ბუნებრივად ეგ კონდეს იმიტომ რომ ვაიდა დამჭირდა ანუ რაღაც წამლის ათვისება რაც კუჭიდან შეიწოვება და არანაწლავიდან ანუ რა ვქნა თუ კუჭი აღარ მექნება იმიტომ რომ ბაიპასის შემთხვევაში კუჭის თავს და ძირს ამაგრებენ ერთმანეთს და რაღაც ნივთიერებებს ვერ იღებს საერთოდ აღარ იღებს ხო და მე ანუ ასე ვიცი და ანუ ამიტომაც გადავწყვიტე რომ ის პირველი მეთოდი ამერჩია მაგრამ ამ პირველ მეთოდს მოსდევს რისკი რომ შეიძლება გაიზარდოს ეს კუჭი ხო და ანუ ზრდის აი გაზიანი სასმელები ზრდის აი გადაჭარბებული კვება და ანუ გადაჭარბებული კვებას აქვს ისეთ დისკომფორტი რომ მე ანუ პირველ ჯერზე როცა ოდნავ გადავაჭერბე კვებას იმდენად ცუდი ტკივილი და დისკომფორტი ახლავს თან აი ნაყინს რომ შეჭამთ ძალიან ციუს და ტვინში რაღაც ეგ რომ გაგიყინებ დროში ეგეთი ტკივილი იცის გადამეტებულმა ეგ ვიგულისხმეთ ფსიქოლოგიურად ვინც აი ძალიან შენ ჩემი აზრით ეხლა რაც გავიგე აი ეგ დიეტები და შიმშინი ძალიან დაგეხმარა რომ აი რაღაც გამოცდილება ქონდა რომ აი მშია მაგრამ არ შევჭამ თან ერთხელ რო ჭამე და გამოცადე რომ აი რაღაცა და ძალიან ცუდი შეგრძნება არ მინდა ვიღაცა აი უცებ აი დღეს რომ მართლა შენ მზად იყავ და არ არის მზად და აურა კაი მოვიჭრდა და მიჩვეუნე რა ყოველ დღე გიждდებიან აი ეგ რო ცოტა შეჭამენ და ტკივილი ხებინების დისკომფორტი ვიღაცები ვერ იტანენ ხებინებას ოღონდ სხვასაც რომ ხედავ ანუ ძალიან დიდი დისკომფორტი და ცუდად ხდებიან თუ ეგ შიში გაქვთ არასოდეს არ გეკეთებთ ვარიანტი რომ მაგის გარშე თქვენი ცხოვრება ძალიან დიდი ხანი ყოველ შემთხვევაში აღარ იარსებობს იმიტომ რომ ოდნავ გადაამეტებთ და ეგრევე გაგაში სიგნალს გაძლევთ კუჭი რომ აი ვეღარ ვიტევ და ანუ ამე უნდა გააკეთებდნენ სხვა გზა აღარ გეკნება ამიტომაც პირველი და თუ გაიგეთებთ პირველივე წამიდან რასაც გეუბნებათ ექიმი რომ აი ამდენი უნდა ჭამო და გრამში უნდა მიყვეს მეტი არ ჭამო უნდა მიყვეს ზუსტად იმიტომ რომ მე მყავს მაგალითად ნაცნობი რომელს ორჯერ გაიკეთა კი მეც ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს რომელსაც ჯერ რეზექცია გაიკეთეს და მე ბაიპასი მიაყოლეს იმიტომ რომ რაღაც რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს და თითქოს
არა და მეც სუთავიდან ეხა აღარმა თითქოს ვითომ ისე ჩანს რაღაც მარტივი გზა არის გავიკეთე არა და სინამდვილეში აი რწუნი ამბავია და აი გააჩენ რამდენად მომზადებული ხარ რომ აი რამდენად გინდა ეგ ცრუნებები ხო მაგრამ მე თან სანამ ვარჯიშს დავიწყებდი ჯერ მე დანამატებზე გადავედი რომ აი რამე ვიტამინის ნაკლებობა თუ მქონდა ან მეტობა ეგ დამებალანსებინა ძალიან ბევრი კონტროლი სჭირდება ან პოსტოპერაციულ პერიოდს ან სულ მაინც ენდოკრინოლოგთან ბრუნდებით პოსტოპერაციულ პერიოდში რათა გადაამოწმოთ აი რაღაც ვიტამინის ნაკლებობა ყოველთვის მე ფოლიის შავის დეფიციტი მქონდა საშინელი რასაც დასჭირდა რაღაც აი რამდენიმე თვიანი მედიკამენტური მკურნალობა და ანუ ახლაც მიუხედავად იმისა რომ რეკომენდაცია აღარ მაქვს რომ ერთი წელი ან წელი და ნახევარი მივიდე ენდოკრინოლოგთან ჩემით მივდივარ და ვიმოწმებთ და თუ რამე დანამატებს ვიღებ ისეც ვიღებ დანამატებს ძალიან ბევრ სათხეში რა დანამატებს. ნახეთ შენი ბოდიში გაწყვეტინებ შენი TikTok-ი, სადაც 500 ლარი თუ რაღაც გაწერია. მაგრამ და თუ არაფერი ამჭირს რამეს დავიმართებ. მართლა ისეთი სტრესია რომ რაღაც არ გჭირთ და ბევრ ხარჯავთ, მაგრამ რომ გჭირთ მეც სტრესი ამიტომ. არა, რომ მოდის პასუხებ რომ არაფერი არ გჭირს, მე მგონი ჯობია და იყოს გადაყრილი არა უშავს. მაგრამ თუ დანამატებში ხარჯავ ძალიან ბევრ ფულს. სანდროც მე არ ვიცი, მაგრამ ერთი კარადა აი ოღონდ ძალიან დიდ კარადაზე მაქვს საუბარი, კარადა ქართული სიტყვა თუ რაღაც არის. კი. ძალიან დიდ აი რაღაცა ზემოდან ქვემოთ ბოლომდე სულ დანამატები გვაქვს, აი უზომო რაოდენობით. ეხა რა ამჩნევ რომ მართლა ძალიან კარგია დანამატები და მინდება რომ აი არასდროს არ შევწყვიტა და სულ რაღაცას ვამატებ. ყოველ დღე რაღაც დანამატს ვიწერ და სანდროც ეგრე არის. მარტო აღარ უკვე ისეთ რაღაც დანამატებს იღებს რაღაც ეხა იფიქრებს რაღაცებს მაყურებელი იფიქრებს რომ დანამატე. არა დანამატი არის რომ აი როგორც შენ რა მზად ხარ ყველაფერს აკეთებ ვარჯიშობ ჭამ ცდილობ რომ ცილა გააკონტროლო 150-მდე მიიღო ყველაფერს აკეთებ და პლუს კიდე რატომაც არა რაღაცას დავამატებ და კიდე უფრო კაი შედეგი მექნება. მაგალითად მე ვიცი რომ აი მე მიკრობიომი მაქვს ძალიან დაზიანებული რომ ძალიან ხშირად როცა მე ავადმყოფდი ძალიან ხშირად მიმართავდნენ ანტიბიოტიკების და ანტიბიოტიკების მკურნალობას რაც აი მოზარდი შემთხვევაში ძალიან აზიანებს მიკრობიომს და ეს რაღაც პრობიოტიკები და ასე შემდეგ აღარ გაქვს მიკროფლორა აღარ გაქვს კარგი როგორც ქონდა ხო ანტიბიოტიკი ამიტომაც აი ვახმარ მაგალითად ამას პრობიოტიკს რაღაც აი რო ვიცი რომ D ვიტამინის ნაკლებობა მაქვს და სამხარი მოდის და მჭირდება ამის მარაგი ამ D ვიტამინს. ის ანდოს მსგავს, ოღონდ უფრო მრავალფეროვანი. ხო, ვისთვის როგორ ანუ ვისთვის როგორ კი. თან ექსპერიმენტებს აკეთებს საკუთარ თავზე ხოლმე ძირითადად. მეც აგვიждები. რაღაც დანამატის მე ფუტკრის პროდუქტების თან. ფუტკრის რძე, ფუტკრის აი ყვავილის ფხილი თუ იცით და აი ეგეთ რაღაცების მიღება თუ ალერგიული ხარ არ შეიძლება და ჩემს ოჯახში ბევრად ადამიანს აქვს ალერგია და მე არ ვიცოდი მქონდა თუ არა ალერგია და აი ანტიალერგიული ნემსით და შპრიცით მივიღე პირველი დანამატი რომ რაღაც აი რეაქცია თუ მომცა აქვე მაქვს გადარჩენის საშუალება მოგცა თუ არა და ჩემი გვერდით მეჭდა და არა ნახევარსად რომ გევიდა აი ამას მივიღე არა უშავს ეგ ანერგია სრულიად ნორმალურია ზოგ დანამატში რა იმდენი რაღაცა შეიძლება ერთ-ერთ ნივთიერებაზე რაღაცაზე აი სანდროს რომ არაფერზე არ ვარ სანდროს მისცა ეხლა ხან ზუსტად გაწითლდა სახეზე დაფოთლა ძალიან ებხანებოდა და მე გამორიცხვის მეთოდით ანუ შპრიცით არის და იმიტომ რომ არ ეშინია სხვათა შორის ისეც არის რა დოზაზეც აი დოზა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია და რაც არ უნდა საწამლავი იყოს პატარა დოზა თუ დიდი დოზა მაგას ძალიან დიდი განსხვავება ალერგიაზეც აი რაღაც ნივთიერებაზე შეიძლება რაღაც დოზის მერე რომ მიიღებ უკვე ორგანიზმი რაღაც ვერ შვება და გაძნობს ალერგიას და მე აღმოაჩინა რომ რაღაც ნივთიერების მიღება არ შეიძლება და მე კიდევ ერთდროულად და აი მაგალითად ერთდროულადაც არის B12-ს და რაღაც სასწრაფოდ ერთად და თურმე ერთად არ შეიძლებოდა და არც ერთი არ შეიძლება ხო რა ეს მაინც გამომრიცხავს ამბავი ეგეც ეს ზოგადად მედიკამენტებსაც რო იღებ აი ჩვეულებრივ შეიძლება კუჭის წამალი და რაღაც ენდოკრინოლოგიური ერთად რო დალიო რაღაცა საერთოდ არ მოქმედს არც ერთ მე ხშირია ეგეთ რაღაცა
ძალიან კარგი, ესე იგი, ძალიან აქტიურად ხარ, გადაერთა 24 წლის ხარ და უკვე ძალიან ბევრი რაღაცა იცი პრინციპში, შენი ორგანიზმი ხო ძალიან მაგრა გაიცანი თავიდან ბოლომდე და ზოგადად ნუტრიციოლოგიაც კარგად შეგისწავლია უკვე არა? და ეს ეხა დანამატებზე ხარ გადასული. უზივარ, თუ ვინმე შეიძლება რომ უყურო ნუტრიციოლოგიაზე ქართულ ან უცხოურ. სანდროს უყურებთ. სანდრო Twitch-ი ვინ ვარო და არ მეთქი რა Twitch. ორშაბათი ჯგუფი ქონდა სანდროსთან ორშაბათი ვიწყებ თუ არ მოგს. ხო, რაღაცა იგი მანდეიერი ხო. Milestones წერდნენ ყოველ კვირას არ ვინ რა გააკეთა, ვინ რა ივარჯა რაღაცა მაგის მე უყურებდი. ძალიან ბევრ რამეს სწავლობ და რაღაც ჩემს მეგობრებს არ ჯერათ და ჩემს ნაცნობებს რომ აი რაღაცები შეიძლება მართლა რაღაცას მეც რომ თუნდაც გავაკეთო და მართლა აი შენ გააკეთოთ რა არის რა იცი მართლა აი სელში ან ჩერში ან რაღაც აი სუპერფუდებში ვაქცე ყურადღებას რომ ამას თუ მივიღებ ეს რა მოხდება და ამას ამდენ გარს ჩემი ChatGPT-ის ისტორია არის კალორიების თვლა ეს რა ქვია რას რამდენი ცილა პროტეინი აქვს ან უჯრედისი აქვს ან რაღაცას ყოველთვის ვერ კიდევ ერთხელ ვიტყვი აი ვერ ეხა არ ვიცი რამემ რა უნდა გაგაჩეროს იმ დონეზე ერთადერთი ვარჯიში ეცადე რომ აი რაც არ უნდა ის მოხდეს რა შეიძლება რამოდენიმე თვე ვარჯიშო მიეჩვიო ყოველთვის არის ესეთი პერიოდები რომ რაღაც შენება მოხდეს იყოს რომ აი თქვა ორი კვირა შეიძლება სადმე წახვიდე და ასვენება ან რაღაც არ ვიცი ცხოვრებაში მოხდეს ცუნი და ისეთ დასწრესილი ხო და არ მიაბა გრძლად რა აი შენობა რაღაც თუ სადმე მივდივარ ჩემს ტრენერს ვთხოვ რომ ჩემით ვივარჯიშებ მეუბნება არ შეიძლება შენ არ ვარჯიშებ იმიტომ რომ რაღაცას ვაკეთებ არასწორად ნუ ჯერ თორე რამოდენიმე თვე წელს რო გადაცდები უკვე და ისე წახვალ რომ დარბაზი იყოს იქ რაღაცა წახვიდე სანდროს ჰობი არის დარბაზს რეკომენდაციას არ მაძლევ რომ მარტო ვივარჯიშო ჯერ ეგ როგორც ენდოკრინოლოგი თავიდან არის ვარჯიშო ეხლა წვრთნელიც არ გინდა შენ არის დამჯერ დრო უნდა და ისე დაამოღავებ ისე ჩაუღრმავდი ნუტრიციოლოგიას და კვებას და უჯრედის მიიღო ცილამდენი იმდენი ვარჯიშეც თან ისე მოგეწონა რომ თავიდან მინდა და საბრძოლო ხელოვნებაზე მივაკითხე მე და იმან გადამრთო მე ვარჯიშზე რომ ჯერ მაინც კლების პერიოდი გაქვს და მაინც დაკლება გჭირდება იმიტომ რომ რაღაც დატვირთვები რაც საბრძოლო ხელოვნებაში ვარჯიშს ახლავს არ დამეხმარება მე არანაირად წონის კლებაში და მაგას ჯობია რომ ჯერ კუნთის მასას მივხედო და წვიმი დავიკლო ვიდრე შენ კუნთური მასა რომ მოიმატო ძალიან მეტაბოლიზმი ბევრად გამოგისწორდება კი მე მქონდა ერთადერთი რის გამოც ვარჯიში მინდოდა დიდი რომ ვიყავ ფიზიკურად სარკაში რომ ვიხედებოდი სავსე ვიყავი ძალიან და რომ გავხდი ძალიან სახე რომ გამიხდა აქ არაფერი აღარ მქონდა ეს კუნთი რომ აღარ მქონდა მე რომ მივხვდი რომ შეიძლება რაღაც სხეულის დისფორმიას თუ რაღაცას რომ დახიან რომ რაღაც ისე არის როგორც ცოტა კუნთიც მჭირდება მეთქი და მე გადაწყვეტე რომ მოდესმე მივიდე და ვარჯიშზე მეთქი და მაგიტომ რაც არ უნდა აი კიდე ერთ მეც გირჩევ რომ რაც არ უნდა მოგეწონო სხვა რამე რაღაც საბრძოლო ხელოვნება იქნება თუ რაღაცა თამაშის ამბავი თუ რაღაც სხვა ნებისმიერ სპორტი დარბაზში ვარ ყოველთვის ეცადე რომ ანუ ეს არ გააჩერო ეს ცოტა შეიძლება შეამცირო რაღაც კვირაში ორჯერ მიხვიდან თუნდაც ერთხელ რაღაც დარბაზში აი წონებით ვარჯიშე არაზოს არ შეწყვეტო მაგაზე ჩვეულებრივი ადამიანისთვის ვისაც უნდა რომ ჩანსაღი ჯამრცენი იყოს ორგანიზმი ხოძე ხონდეს დიდხანს იცოცხლოს აი დარბაზში წონებით ვარჯიში არის მაგაზე უკეთესი არ არსებობს და თუ რაღაცა სხვა მოგეწონება რაღაც ყოველთვის ეცადე რომ შეუთავსე რა აი ამას არ დაანებო თავი არასდროს არა მე ძალიან აი ადგილზე ვარჯიში ყოფილა აი რომ დარბიხარ ისე მომწონს რომ რა ვიცი მეთქი ანუ დაქამდე რატო ვიყავებდი ხავს მაგრამ მე მახსენდება თუ არ შეიძლებოდა თორემ ალბათ აი რომ მეცა როდესაც არ უნდა მეცა და წონებით ვარჯიში სულ მე ვარჯიშებდი მე ვიყავი ეგრე აი მე-9 კლასში ვიყავი მახსოვს კარგად რომ პირველად შევედი დარბაზში და აი ეგ რა რომ აი პირველად რაღაც აუწიე მძიმე რაღაცა კუნთები ცოტა გამებერა და ეგ შეგრძნება რაღა სასწაული შეგრძნება იმ შეგრძნების მერე всё დარბაზიდან აღარ გამოსულა ისე აღებული მქონდა ხელი საერთოდ ვარჯიშსა და ფიზიკურ აქტივობაზე არც რეკომენდაცია ქონდა ენდოკრინოლოგისთან მე 15 წუთი იარე და არ გინდა არის ვარჯიშო რო ჩაგესმის ყველა რო გეუბნება მაგ კიდე კარგად სიარულიც კი მეზარებოდა ხო
შენ თავს უყოვი მიზეს რატო არ ივარჯიშო მით უმეტეს თუ ამას გეუბნებიან არ შეიძლებაო და ექიმი გეუბნება რომ არ შეიძლება შენ და არ ვიტვირთავ და სასწაული პროგრესი გაქვს მინდა გითხრა ამდენი მის მერე კიდევ და თან ესე რომ მოგეწონა ვარჯიში ვერ გაგაჩერებს ვერაფერი ანუ ეხა შენ როგორც მე მივხვდი ბარიატრიის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ნუტრიენტები რაც უნდა მიიღო არის ცილა და ბოჭკონტროლები რაც რაღაც უჯრედის და არის რაღაცა პატარ-პატარა რაღაცები რაც კონკრეტულ საკვებში შეიძლება ვიპოვო და ჯერ ვეძებ ანუ ეს ჭირდება თუ არა და დანამატით ხომ არ ვუშველი რომ შეიძლება საკვებში არ ვეძებო და სულ ვცდილობ რომ ეს რაღაც წერტილები ერთმანეთთან დავაკავშირო და ისე ვარღვევ რა თქმა უნდა ეს არა რომ მე ანუ მთელი დღე ამ დეფიციტზე ვარ და კბილს არ ვჭამან რამე მაგრამ ვცდილობ რომ აი უშაქრო ვჭამო თუ შაქარი ძალიან შემცირებული მაქვს რა ვიცი აი 10-დან 9 შემთხვევაში უკვე შაქარს საერთოდ აღარ ვიღებ და ძალიან მინდა რომ კბილზე ზოგადად თქვა უარი მაგრამ რთულია და ვეძებ აი ისე ჩამნაცვლებელს რომ აი კბილის ჭამა თუ მომინდება მოდი აი კოკლა ზეროს დავლევ და შეიძლება გადამინდეს ან ზეროს დავლევ არასდროს ენერგეტიკული არ დამილევია და ახლა მივეჩვიე და ხა რაღაც ისე იფიქრებს ხალხი მაგრამ აი ჩვეულებრივი დამხმარე რაღაც მეთოდია თუ რაღაც რომელიც ბევრად უფრო უნებენია ვიდრე აი ადგე და რაღაც მართლა ეს გავარკვიეთ უკვე ხა შენ მარტო ჩვენ არ ვიცახით ამას ყველა ვისაც რაღაცა გაერკვევა ამ რამეში ესე არის ხო ყველა სტატია ვნახე ალბათ უშაქრო ჩამნაცვლებლებზე და მაგათი კონტრარგუმენტები და ბოლოს მივიდა სულამდე რომ არა აქვს უბრალოდ და აი მართლა ჩემი დიაბეტიანი ოჯახის წევრები სულავს და დილას ნახულობ შაქარი აწეული არა აქვს არა შაქარი არ აქვს ეგეც არის მეორე უფრო ცოტა ისეთი მომენტი აქვს რომ რამდენად მავნებენია შაქარი რო არა აქვს შაქრის შემცრონი ხო აქვს და ასპარტამი იქნება რაღაც ეგეთი ხო ნუ ძალიან ეშინია და უარესია და ჯობია შაქრიანი დამატკბობელი ხელოვნური რომ მიიღოთ რა ვიცი გჭირდებათ რომ ერთი ვაგონი შეჭამოთ ხო და აი თუ იქნებ შემოგისმინოთ რომ ჩვენ როგორ ბლანძღავენ ხოლმე არა არ გეგონოთ რომ აი ცოტა კანცეროგენს ალბათ უბრალოდ სუნთქავთ დღეში და მაგრადენოს კაცეროგენს სახლში სუნთქავთ შეიძლება არიცით და წყალში შეიძლება რომელსაც უკაინას სვამთ იღებთ უბრალოდ თქვენს ორგანიზმს აქვს იმუნიტეტი რომ რაღაცებს უბრალოდ თავის ებრძოლოს და ის რომ აი კანცეროგენი შემოვა თქვენს ორგანიზმში ისე შეიძლება გავიდეს რომ ვერასდროს რაც აი თქვი რა რაც არ უნდა აი შხამი და ტოქსიკური ნივთიერება იყოს მართლა დოზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იმ ზეროში ენერგეტიკი იქნება თუ ჩვეულებრივი კოკო თუ რაც იქნება ანუ იმდენად ცოტა და იმდენად მართლა ჯანმრთელობისთვის ანუ არა მავნებენი რომ მართლა ტკბილი მოგინდება ნახევარ ნამცხვარ შეჭამდი ამ ცნიან წორს იმის მაგივრად რომ რაღაცა 330-იანი ერთი კენი კოკო ზეროდანიო ცადა დედამი ეს ახლა შენ უთხარი ჩვენ სანდრო ხო აქტიურია Facebook-ის ჯგუფიც არის და კიდე ეს page-ი და Instagram ნუ Instagram-ზე Facebook-ზე იწერებიან აი ამის ნუ არსებობს ხალხი რომელიც ეთანხმება რაღაცა დანარჩენი შენ ხარ უვიცი ვინ დაქსვა შენ კონსპირაცია გაფინანსებს და ხო ჭყონია ნეტა რამდენი გადაგიხადა ჭყონია ნეტა დავაფინანსე მარტო ზეროს დავლა თუ საღამოს ხო და შენ ეს ისე არასდროს არ მithქვამს შენ რაღაც პერიოდი ეხა ძალიან ბევრი წენია პერიოდულად იქნება ეს რაღაცა კოკა თუ რედბული თუ კიდე სხვა რა ისე რა ნორმის დოზაში არ მაქვს ჩამრაცობელი დარღვევს უფლებას ვაძლევს საკუთრებას იგიც არასდროს არ გქონდეს არ დაესტრესოთ ორგანიზმი მე რომ უთხარ ჩემს ნაცრომს რა კალორიულ დეფიციტზე ვარ და ასე ვიკლებ მეთქი მთელი დღე არ ჭამდა და ეგონა რომ ძალიან მაგარი რამე გააკეთა და მისი ორგანიზმი იმდენად სტრესში იყო რომ აი მე მქონდა აი ეგრეთ წოდებული binge eating რასაც ახლა ბევრ ჭამდა რომ და ვეღარ აკონტროლებდა და უნდა თუ არ უნდა ჭამდა რომ მისი ორგანიზმისთვის იყო სტრესი და მე ანუ იმასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ რომელ საათზე ვჭამ აი დილას რო ვჭამ 8-ზე მე რომ დავჭამ შენ გეუბნები სკაი ღრმად კარგა გასული თქოს აი რუტინას ეჩვევა და
დაჟე უკვე იმ ეტაპზე ვარ რომ დილას როსადე მშივდება და ამას მე არ ვიყავი არასდროს მიჩვენა დილას არასდროს არ ვჭამდი და ახლა იმდანად მივეჩვენა რომ მე დილას როსადე უნდა ვჭამო უბრალოდ და ხანდახან არც მინდა ხანდახან პირიქით არ შიმშილის შეგრძნებით ვიღვიძებ და ვცდილობ რომ აი საღამოს არ ვჭამო იმიტომ რომ დილას ძალიან დაღლილი ვიღვიძებ ძინის ხარისხით ძალიან მოქმედებს ბარიატრებისაც აკეთებული ეგენი უფრო მეტად გამიგებენ იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზმს უფრო მეტი ენერგია სჭირდება რომ რაღაცები გადაამუშავოს და ვარჯიშამდე თუ ჭამე ვარჯიში არ შეიძლება ანუ იმდენად დაღლილი ვარ აი 3 სოლსაც ვერ ვაკეთებ კონკრეტულ ვარჯიშს და კი ეგეც ისეთია რა ახლა ვცდილობ რომ ისე ჩავსვა ჩემი კვებები და ვარჯიში რომ მინიმუმ 3 საათით ადრე ჭამო და მე აღარ ვჭამ ეგ ისეთია რა ინდივიდუალური ამბავია არის ხა ადამიანები ბევრი პირიქით რა 1 საათით ადრე თუ არ ჭამო ვერ ვარჯიშობს რა ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი შენ ორგანიზმს ცოტა მეტად დაუკვირდე ცოტა გაიაზრო რაღაცებს ცოტა რაღაც სხვა კუთხით შეხედო ზოგი აი რაღაც ამ საათს მე არ შევჭამ კარგად მეძინადინით კარგად გავიღვიძე ესე იგი კარგია და გააკეთე რა რაღაცა ვარჯიშის წინ ეს ჩემ მქონდა რომ აი ჭამე 1 საათით ადრე და მე მეცა ჩემ ტრენერმა ცან რომ შევამჩნიეთ რომ აი ვერაფერს ვეღარ ვაკეთებდი იმიტომ რომ კუჭი რომ დაპატარებული გაქვს მაინც თითქოს ანუ ეგეთ შეგრძნება გაქვს რომ მთელი ორგანიზმი მუშაობს რომ ისაჭმელი გადაამუშავოს და თან გააჩნია კიდევ რას ჭამ და აი თუ მაგალითად აი პუდინგი ვჭამე პროტეინის საერთოდ სხვანაირი შეგრძნება მაქვს და ენერგიაზე ვარ ან ერთგული თითოეული ენერგიაზე ვარ და უფრო მიმარტივდება რა თუ ვიხლები და თუ ისეთი რამე ვჭამე თუ ნახშირწყალი მივიღე აღარ მივდივარ საერთოდ იმიტომ რომ ჯერ ცუდ ხასიათზე ვდგები ძალიან არ ვიცი თურმე ახლა აღმოვაჩინა რამდენიმე თვის რომ თურმე ტკბილს რომ ჭამ მე იმდენად იღლება შენ ორგანიზმი რომ ხასიათით შეიძლება შეგეცვალოს ხო გააჩნია რა ბევრია ეგ გააჩნია მაგრამ კი ეგრე არის მე შემემჩნევია რომ კი ეგრევე რთულ ნახშირწყალს როგორც მივიღებ ეგრევე ცუდ ხასიათზე ვდგები და განწყობაც მეცვლება და თან ძალიან დაღლილი ვარ და ეგ შემომჩნია შესწონებებზე რომ ჭამდი თუ ტკბილს ჭამდი მე მთელი დღე მეძინებოდა ანუ ძალიან ცუდად ვიყავი და ახლა ვცდილობ რომ აი მithumetes აი შენთვის აი რამდენად ის არის რომ აი ცილა ხორცი რო შეგეძლოს აი ვაფშე იქნებოდი როგორ იცი რა ხო ხათა ხო ფიქრობ ხომ არ დავიწყო ვარჯიშის გამო ხომ არ წამო აი იცი რა დრო ნახოთ რა 1 წენი 2 წენი რო გავა რაღაცა იქნებ მოიძებნოს შენთვის შენზე მორგებული ხორცი სახეობა იქ ატლეტი იქნება გუფთას სახით მოხარშული შემწვარი რა ის რომ აი ვერ შევჭამთ რაღაცა არ მაქვს ეგეთი მომენტი ის იმდენად თავისუფალია ეს არჩევანი უკვე ადრე ახლა 1300 კალორიაში პრინციპში ახლა ბარიატრია გაკეთებულზე სულ არ ჭამოს ხორცი და მართლა პროტეინები და ხაჭო ჭამოს კაცო ეგ არა პრობლემა საერთოდ იმდენად მთელი დღე და მთელი დღე მე ვისაც უთხარი გაუზიარეს ჩემი გამოცდილება რომ 1300 კალორიაზე ვარ და ყველა შეშფოთებული რა 1300 კალორიაზე ხარ იმიტომ რომ 1800 2000 მაინც ჭირდება მეუბნებია მაგრამ ვერავდი ვარ ან შენ ხარ ბარიატრია და ეს არის შენ მაგის მიზეზი თორე რეალურად რა თქმა უნდა ხორცს ვინც ჭამს ბარიატრია ბევრად დანაკრებულები არიან მთელი მაგას გეუბნები ის სხვა შეგრძნება საერთოდ ანუ ეგ მესმის ლობიოში მოხდო იქნება ოსპი თუ ბევრი არის ანუ ცილა კი ჭამე თქვა ისიც არ აუშავს ნახშირწყალი ბევრი კალორია შეგრძნება ანუ სხვანაირი სისავსის ჯერში ცინის გადამუშავება, ნახშირწყლის გადამუშავება, სხვა და ცინის გადამუშავება ბევრად მეტი ენერგია ეხარჯება ორგანიზმს, ხანგრძლივობა ცოტა სხვა და შენ იმ დონეზე ხარ თქო ისე გაყველაფერი რომ ერთი ეგაკნია რომ იდეალური იზიქნები ისე ბიცვლები მე რომ ხვდებიან ახლა მეუბნებია რომ შენ რანაირადაც ამარკეტებ თავს დიდი და სუქანიან რაღაც ეგ თუ არ ხარ და მე 1 წლის წინ ვიყავ მაგაში უფრო აქტიური და მაშინ მართლა 180 კილო ვიყავი ხალხო და ახლა საერთოდ სხვანაირი ცხოვრების წესი მაქვს და მართლა ანუ მაგრამ ისე ანუ ახლა ზომებში და BMI-ით მაინც მეორე მესამე ხარისხის ხანი ის ის ვიზუალურად ძალიან უკვირთ რომ ანუ პროგრესი გაგუდიდესი და ესეც ახლა არანაირად არ არის რა მაგით ხვდები რომ ყველაფერი კარგად მაგრამ გუშინ წინ ჩავიცვი პირველად 2XL-ი სადაც მელი
და მაგით უფრო მეტად ხვდები ვიდრე ან რამდენი კილოც არ უნდა დავიკლო, ტანსაცმელს რომ უფრო პატარა სამწუხაროდ. ეგ საერთოდ სხვანაირ მოქმედებს. ეგ კიდე არის ცოტა კიდე ქვევით რომ ჩახვალა ეგ კილოგრამები რომ ვიზუალზეც ან მარტო ტანსაცმელი გაგიდიდა არა ვიზუალზეც რომ ძალიან შეგეტყოს ცოტა ქვევით კი აი ცხიმი ჯერ ისე აი შიგნით კუნთები ცოტა რთუნია რომ კი ღიპი მაინც რომ მაგ რაღაცა ეგ ძალიან გამოხატულია ჩემთვის ახლაც და მაგიტომ აი კალორიულ დეფიციტს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ რომ ეს 20 კილო რაც მაგ მე ეგ დავიკლო და ახლა შესაძლებლად მივდივარ მე მგონი როდის ჩავნიშნე არ მახსოვს მომდევნო კვირაში მე შესაძლებლად ცხიმი რამდენი მაქვს გავიგო რომ მე საერთოდ სხვანაირად ვიმუშავებ ცხიმის პროცენტი რომ შეამცირო წონა ეგ კი ეს ნამდვილი ანუ რეალია იცი როგორ ძალიან რთულია ეგ რა სადაც არ უნდა შეემოწმო საქართველოს არ ვიძახ თუნდაც უცოდეს ანუ ზუსტად ცხიმის პროცენტის დადგენა რთულია მაგრამ ერთი და იგივე აპარატი ერთ და იგივე ადგილას რომ მიხვალ ერთ და იგივეს გიჩვენებს რა და აი ეგ ნუ ცლად იდეალურად სწორი მაინც არ გამოდის იმ დღეს შენება რაღაც წინა დღეს თუ რაღაცა ცოტა სხვანაირი ჭამა გამოგივიდა სითხე შეიკავოს ორგანიზმმა და სითხე აი კუნთური მასა ცხიმის სითხე აი გენი ძალიან ანუ ზუსტად ხმარწუნია მაგრამ ერთი და იგივე ადგილას როგორც თქვი ერთ და იგივე აპარატზე რომ გაიკეთება იმ სხვაობას მაინც გინდა არ გინდა ასე თუ ისე და მოგცემს ტესტი რა ძალიან კარგი. ესე იგი, რაც შეეხება იოანეს 24 წლის არის, აი რაც მიკვირს რა და აი მართლა ჩვენ გვაქვს იმდენ ადამიანთან ურთიერთობა, ხო წარმოგიდგენია ალბათ, ხო? და აი აზრზე მოსული აი ამ თავის ორგანიზმი რო გაიცნო რა ელემენტარულად აი ნუტრიციოლოგია შეისწავლო კი არა, აი შენი ორგანიზმი რო გაიცნო რა გიქმნის რა გაშუპებს რა გიკავებს სითხეს რა გბერავს თუნდაც და ასე შემდეგ აი ეს ხალხმა არ იცის და არა რეალურად შენი ორგანიზმი რო გაიცნო არის უმარტივესი ბევრი რაღაცის დაბალანსება და სწორად გაკეთება და აი მართლა რაც ახლა აი ამ ჩვენ შეხვედრისას გამიკვირდა არის ის რომ 24 წლის ბიჭმა რომელიც მართლა პატარა არის ახლა 24 წლის ასაკით ხარ პატარა იმდენი რამე იცის და ისე სწორად დაგეგმა გზა და მიდის ახლა მიზნისკენ რომ აი ძალიან დასაფასებელია მართლა და ყოჩახ ერთს კიდე აი გიგიჩევდი შერო თქვი რომ აი ზოგჯერ ვარღვევოდა არც ის რაღაცა უშაქროა რაღაცა არაზა ეცადე რომ ეგეც ანუ რაღაცის გაფუჭების ან არასწორად გაკეთების დროს ანუ ძალიან გილთ არ კონდეს და ვაიმე რა დავაში იმიტომ რომ აი არ ხდება რა არ ვისტრესები საერთოდ მაგრამ რო ვარღვევ მე არ ვიცი ანუ ბევრს ეგეთი გამოცდილება თუ არა მაგრამ მეორე დღეს სასწორზე დაკლებული ვარ. ეგეც კი არის. მაგას თავის ახსნა ესე მარტივად ეხა ორი წინადადი ვერცუნია მაგაზე შეგვიძლია ერთი მაგით ვიხარებ თავს რომ ეპიზოდი გავაკეთოთ. აი ამ ერთ ნაჭრაჭმას და მე შეიძლება გამختارიყო მეორე დღეს. მაგრამ აჭმა ხაჭაპურებში აჭმარი ყველაზე აჭარუნი, მერუნი, მეგრუნი ზევიდან ყველა აჭმა ყველაფერი ერთად დაბრედვა ყველაზე რთული არის მაგრამ ახლა ერთი დღის აღება მინდა სადაც cheat day რაც ხდება და მე გადავაწყობ საკუთარ თავს იმერტს cheat მილიარდჯობია cheat day-ისა ეს რაღაც ერთ სრულ cheat day-ის cheat meal-ის ცნება უფრო მომწონს იმიტომ რომ მე თუ ან მაგას შევჭამ მე მთელი დღე აღარ შევჭამ ისეთ ძიმეს არაფერს რასაც მაგაც აი მართლა მიყვარს მე თან აჭარული კერძები რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ცხიმში გაჯერებული ძალიან მძიმე აი ხორცი რომ არ აქვს მაგათ სიბალანსებდნენ ჩემი აზრით იმით რომ ერბო და ხო მაქსიმუმი ცხიმიანიც რო აი ხო რა ცხიმიანი სამზარეულო გვაქვს და კალორიულად გამოდის კი აი ჩემი ბარიატრის წინა ძალიან ბევრი ბარიატრის პაციენტს აქვს ბარიატრის წინა საკვები რომ ბოლოს რა ჭამე რო ამას ვეღარ ბოლოს ჩემი ბოლოს რა ჭამე იყო კაიმაღი ან თქვენ გიჭამეთ თუ არა აჭარული კერძია რა ქვია კაიმაღი არის არ გამიგია არც გამიგია ნაღებზე უკეთესი
შესქელებული რძის მასა, რაში წყრიან ყველს და ცხელშოთან ერთად ჭამენ. ან ჭაცთან ერთად. ეგეთი გემრიელი და ეგეთი კარგი არც მეგულებოდა არაფერი, ამიტომაც ეგ ჭამე ოპერაციის წინა დღეს და მე ანუ 1 წელი საერთოდ არ მქონდა ჭამე და ახლა 2 თვის წინ ჭამე და ისე გახარებული ვიყავი, მეგონა რომ დამაერორებდა და რა ვჭამე მეთქი, მაგრამ არა ხო არა პერიოდულად შეგიძნე ეგ მაგრამ ძალიან სუპერ კალორიული საკვები ეგეთი კალორიული არაფერი არსებობს მაგრამ არა უშავს ეგ პროცესის ნაწილია რომ ზოგჯერ გადაუხვევ შეიძლება მერე კონდეს ის ფიქრები რომ რაც მინდოდა რა უკეთეს აი კარგად მიდიოდა არა უშავს ყოველთვის იქნებს მთავარია რომ აი ძალიან არ გადაიჭრა და როგორც ვარჯიზე გითხარი აი ძალიან არის ხნა რა აი 2 კვირა 3 კვირა გავიდეს ჩაგივარდეს რაღაცა ხტება ცხოვრებაში ნო აუ ბარემისა და აი ჩვევებმა იქით არ წაგიღოს ისე ვთქო ერთადერთი საშიშროება ანუ 98 კილო უნდა უეჭველი და 98 რატო რა ორნიშნა იყოს ბარიატრიას რომ ვიკეთებ ეგეთი იდეალური წონა გამომითვალეს რომ 98 კილო არის შეთვისო იდეალურია მაგრამ მაგის ასე უხეშად აღარ მჯერა იმიტომ ვაიდას ხემია ხო ბევრი იყოს და ეგ სიღრმეა ამიტომაც მას შემდეგ რაც მე წოდინებას ვხდათ რამდენიმე ხემი და კუნთი რამდენი შეიძლება იყოს შეიძლება 100 კილო ვიყო და ვიზუალურად ვიდრე ის 98 რა თქმა უნდა ამიტომაც მაინც აი ბოლომდე მაგმეცნიერებას მივენდობი რომ აი კუნთი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიდრე აი ცხიმით გამოვიყურებოდა ისე როგორც მინდა იმ წონაზე იყო რაც აი იდეალურია ვითომ ვიდრე ვიზუალურად გამხდარი ადამიანი ვიცი ძალიან ბევრი რომელსაც მაგალითად მავნე ქოლესტერინი უამრავი და კი მასე არის და აი ძალიან სწორი მე და ჩემი ნაცნობი ვიყავით ერთი და იგივე გამოკლებაზე ქოლესტერინის და მე არ მქონდა და ის არის რა ვიცი თხილის ჯოხივი და რანაირად ძალიან ბევრი ქოლესტერინი მქონდა ორგანიზმში ნუ ხდება კი ეგეთებიც კარგი მე მგონი ახლა სერიოზული საუბარი სერიოზული რა ძალიან საინტერესო პირიქით და სახალისოთ ანუ საერთოდ ადამიანი აი ამდენს იბრძოდა თავის წონაზე 180 თუ 192 იყო მაქსიმუმი და მაინც აი ესე გაღიმებული ესე კარგად შეხვდა ამდენი ისწავლა და თავის მიზანსაც მიაღწევს და სავარაუდოდ შეინარჩუნებს კიდეც ეთყობა ესე ეხლა ერთ-ორ კითხვას დაგისვა ძალიან მარტივს ბარიატრიამდე შენი ერთი კერძი მითხარ საყვარელი კაი მოგე და ბარიატრიის შემდეგ აი ბარიატრიის შემდეგაც მაგრამ ერთხელ ჭამე წელიდან ნახევარში და მაგრამ აი ძალიან დრო მოგინდება ყოველთვის ჭამე რა ის არ ყოველდღე რომ მომდოს ყოველდღე ვერ მომდება ისეც აღარ მინდება მაგრამ ისე გაცნობიერებდა ისე გააზრებულია კაი რა არ მოგინდება უხორცოთ თქვენი აჭარული ტოლმა ეგ მეც მიყვარს ვიცი რასაც ამბობ და ძალიან გემრიელი დამსაჯა და დამაჯილდო ღმერთმა ერთდროულად რომ დედაჩემ ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს ეგ კიდე რთული ამბავი კონდიტერი დედა რო ყავს სახს წარმოიდგინე ურთულესი პერიოდებია ეს დღე სასწავლებლის პერიოდი რასაც კვებითი აღნიშვნაც ახლავს თან მაგალითად შობას ან პასკების სეზონი თუ აქვს ახლა გადავწყვეტ რომ ქობლეში აღარ შევიდე ძალიან ძიმე და თან ამავდროულად ძალიან გემრიელი პერიოდი გამომდის. ეგ გითხარი ზუსტად რომ არ დაემთხვას თქო არ გადაებას ვაიმე ახალი წელი პერიოდი არ ჩაგითრიოს და მან წაქცევა იცის. ძალიან რთულია მეც მიყვარს ტკბილეული საკმაოდ და სახში არ გვაქვს სანდრო არ ყიდულობს არ მოწონს ჩემშვილი დიდათაც არ მოწონს არც იმას და ახლა მეც ეგრე არ გიждები რომ სულ დავაწყობა და ამიტომ არ გვაქვს და დედამცილმა გამოვაკტანა იმ დღეს ჩემთან შოკოლადები და მომწერა მე საღამოს რომ გემრიელი იყო და არ მომცა. მოიტანა მაგრამ არ მომცა. ხელს გიწყობს მე არ მიწყობს ან როგორც კი გაიგებს რომ სწორგვებაზე რო გადასული ან ეგეთი ჩვევა ქონდა ბარიატრიამდე რომ ეგრევე იმ დღეს რაღაცა მაწონი მიმჟავდება და რამის ხომ არ გამოვაწყობ. ყველა დედა ეგეთია როგორც კი იგებენ რომ
დიეტაზე ხარ ან არ ჭამან რაღაცა გაკნია ხო ეგრევე მაწონი მშავდება და კექსის გამოცხობის საჭიროება მე მგონი ყველა ეგეთი აი დედა ჩემიც კი რომელიც თვითონ მეუბნება ზოგჯერ რა ცოტა მოიმატა და თავადაც ძალიან აქცევს ყურადღებას რომ ჭამე ანუ სულ გაჭმევენ აი მე ხდებია ჩემს სულ იმის ბარდი ჰქონდა რომ აი რატომ ჭამდა ბევრს ჭამდა გასუქდი და რაღაც და რომ აღარ ჭამ მაძალებს რომ აი ბებია შემჭერ ვერ მიეჩვი ანუ 4 წელი რომ ხორცს არ ჭამდი და ყოველ ჭამაზე სჭირდება ახსნა რატომ არ ჭამ ხორცს და მე რომ ხორცს არ ჭამ მე ახლა ჭირდება დამატებით ახსნა რომ რატომ არ ჭამ და რომ აღარ მაქვს კუჭი და აღარ ეტევა და გაიგო ჭამე კიდე და უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ ჭამ ძალიან ბებიები ძალიან საყვარლები არიან ჭამის ამბავში აი მართლა ძალიან კარგი, მე მგონი დასასრულს მივახლოვდა უკვე ჩვენი ეს ეპიზოდი და ეხლა ჩვენ გვაქვს მე და სანდროს ესეთი პატარა ტრადიცია, ჯერ სულ 3 ეპიზოდი ჩავწერეთ, მაგრამ ესე ვასრულებთ ჩვენ ეპიზოდს ესეთი კითხვით. რა გააკეთე დღეს შენი ჯანმრთელობისთვის? ჩემი ჯანმრთელობისთვის დღეს დავლიე 8 დანამატი, რომელიც ძალიან მჭირდებოდა. და განსაკუთრებით ომეგა-3 და დ-ვიტამინი მჭირდებოდა ძალიან. გადასარავი. აბა სანდრო, შენ რა გააკეთე? მე დღეს მაგალითად რა გავაკეთე და არ ვიარე. ანუ მე ვარჯიში დიდათ არ მიყვარს და ამიტომ ბევრს დავდივარ, ოღონდ აი მართლა ბევრს დავდივარ და აი ცუდი რა გავაკეთე თუ კარგი? კარგი და ხო და კარგი არის ის რომ არ ვიარე, იმიტომ რომ წინა დღეებში ძალიან ბევრი ვიარე და დღეს გადაღლილი ვიყავ და დღესაც რომ მიარა, მე სავარაუდოდ ზედიზედ 3 დღე ვეღარ ვივლიდი და ამიტომ ერთი დღის ჩაგდება ჯობია კიდე პლუს 2 დღისას. აი ეგ გავაკეთე კარგი ჩემის თავისთვის. შენ, სანდრო? მე სტანდარტულად ჭამე ჯანსაღებს ვარჯი. ჯანსაღად ჭამე ვარჯი, კარგია, მაგრამ ეხა აი თუ ერთი ჭამა მემაზება და თუ არ გავმაზე და ჭამე, იქნება დღევანდელი. კი, იმიტომ რომ სანდრო მეგობრებო უნდა შეგაშიუროთ, რომ სანდრო ჭამს, ბევრ კალორიას ბევრს და იხთა იკლებს. და სულ მაგაზე აქვს პრობლემა, რომ აი ჭამთო ვიკლებ. აუ რა კაი, ჩემი ოცნების პრობლემა იყო. ძრო ის თავიდანვე არ ყოფილა ეგრეთ. რომ შენ ივარჯიშე ბევრი წენი ამ გზაზე როგორც ხარ, უბრალოდ ამ გზას მიყევი მოხვალათამდე. დამიჯერა. I wish. ხო, სანდრო არის რამდენი წლის ხარ? 40-ის გახდება მაგრამ 40-ის არის. ჩემამდე აი ჩემი წნის რო იქნები ამ გზაზე ისე ვიარე და ნახავ სად იქნები ვაფშე სხვა სამყაროში. აი მე კიდე მოვალ. აუცილებლად. შენ ხარ ჩვენი პირველი სტუმარი სხვათა შორის. შენი მე TikTok-ი დიდად არ ხმარობ და არ ვიცი და თემა დამირჩია სხვათა შორის შედი ნახე. სხვათა შორის შედარების ფოტო რაც მაქვს მე აი 192 კილოდან მიმდინარე წონაზე როცა ვაკეთებ მაქვს ნინოსთან ერთად გადაღებული იმიტომ რომ graduation-ზე ყველაზე კარგი ფოტო სადაც აი მარცლაი შეშუპებული და უდიდესი ვარ აი ნინო და გვერდზე ელენე ჩემი დეკანი იდგანა და რო შეაერთო და კიდევ ორი დავუმატებდი ჩემ ხელა არ გამოდიან და კურსდამთავრებული Excel-ი მეწერა ჩემს ფოტოზე რომ აი ძალიან დიდი ვიყავი და ეგ ფოტო თან მომყვება კაი ხო და შევედი შენ TikTok-ზე და ესეთი დადებითი ემოციები მართლა ძალიან დიდი ხანი არ მიმიღია რაც მან მაგ შენი ვიდეოების ყურებით მივიღე ესეთი იუმორი და მართლა ესეთი მხიარული ადამიანი ბევრი დღეს საქართველოში არის სამწუხაროდ ყველა მოწყენილი მოღრმელი და ბევრიც დაბოხმილია და გაბრაზებული გამკლავების მექანიზმი არა ან ადლე უფლებას რომ დაგსტრესოს და ან ძალიან მხიარული ხო ნუ სხვა გზა არ არის რეალურად და ამიტომ ყველას გირჩევთ Instagram-ზეც ხარ, მაგრამ TikTok-ზე როგორც ვიცი უფრო აქტიურად ხარ, თუმცა ორივეგან შედით ნახეთ და დაიტვირთეთ დადებითი ემოციებით, აი მაქსიმალურად. მე მგონი დავასრულოთ და იონეს აუცილებლად კიდე დავაპატიჟებთ ახალი შედეგით. პირველი პოდკასტი იყო ჩემი. მართლა, კიდე ბევრი იქნება და ახალი შედეგით გელოდებით. კი, და პოპკორნივით. აი თუ შემოხვედი რაღაცა შავი სათვალეები და ძალიან თხლაც მე იქნება. მართლა, მაგის თან მეშინია და თან ძალიან მაინტერესებს, მე თუ ძალიან დავიკუნთე. ვერც კი დარწმუნებული ვარ ჩვენ პოდკასტს ვაპირებთ რომ დიდ ხანს გავაგრძელებთ და გვექნება და აი ესეთი კაი თუ იქნება ხო იმედია და აი ნახოთ
შემდეგში რომ მოხვალ შევადაროთ და აი გავიხსენოთ აი ეს საუბარი. ხო. ჩავრთავთ მე და ეს ვაჩვენოთ და მე გადავიდეთ. ნუტრიოლოგით მომავედი აქ. აი ეგეთ ვარიანტი. ეხლა ჩვენ სასერტიფიკატო პროგრამა დავიწყეთ და მოდი. მოდი თუ გინდა. სანდრო გქონდა ის როგორ პრომო მეგონი ჩაწერილი. ხო. ISSA ხო. ხო, ნუ მაგაზე მერევ და ხარც გიყურებთ მეთქი. აი ძალიან გვიხარეთ, ძალიან ჩვენც აწით გიყურებთ რომელია, იმიტომ რომ მართლა გეუბნები რომ აი ამამდენ ცუდ და უარყოფით ენერგიაში შენ ხარ სინათლე დათელი წერტილი. მოკლედ ძალიან კაი იყო, დიდი მადლობა და დროებით. კარგად. გვიყურეთ აუცილებლად. აუცილებლად გამოწერეთ არხი.